უფრო ადვილი გასაგები რო იყოს, ვილაპარაკოთ კონკრეტულ кейსზე, რომელშიც რა თქმა უნდა რაღაცეები იქნება შეცვლილი. მაგრამ რეალურ პაციენტზე არის საუბარი, რეალურ ადამიანზეა საუბარი, რომელსაც შეცვლილიც არის, ის არ არის დიდად მნიშვნელოვანი რა ამ საკითხში. შეცვლილი არის იმიტომ რაღაცეები, რომ იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. დანარჩენი მართლა მოხდა ესეთი ამბავი და ამ ამბის განხილვით ჩვენ რაღაც დავასკვნით სავარაუდოდ, რომ ბიოფსიქოსოციალური მოდელი არის უპირატესი, ვიდრე ეგრეთ წოდებული ბიოსამედიცინო მოდელი. დავიწყებ кейსის წარდგენით, შემდეგ ვილაპარაკებ რას წარმოადგენს ბიოფსიქოსოციალური მოდელი, შემდეგ დაუბრუნდებით ისევ кейსს და შემდეგ ბოლოს ვილაპარაკებთ როგორ განვითარდა ეს ისტორიული რა პროცესები უძღოდა საფუძვლად იმას, რომ დღეს უკვე მიიჩნევა, რომ ეს მოდელი, ეს შრიანი მოდელი პაციენტთან ურთიერთობის არის უპირატესი და უფრო სწორი და კარგი შედეგების მომტანი. მოკლედ, პაციენტი არის ქალი, 38 წლის, რომელსაც დასჭირდება სახელი და რაღაცა უფიქროთ. დავარქვათ, თქვენი სახელი მითხარით? ბატონო? ლანა. თქვენ მითხარით თქვენი სახელი? დიახ. ლანა ვანუაშვილი დავარქვათ. ქალი არის 38 წლის და ჩივილი. რომლითაც მიაკითხა თავიდან პირველად ფსიქიატრს იყო შფოთვა, დისკომფორტი გულმკერდის არეში. და ანჰედონია. ცუდი კალიგრაფიისთვის მოდის გხდით. ანჰედონია, სიამოვნებას მიღების შეუძლებლობა. მიაკითხა ფსიქიატრს, ეგრევე ფსიქოთერაპევტთან არ მისულა. სხვა ჩარევა არ ყოფილა, პირველი შვილისთვის მან მიაკითხა ფსიქიატრს. სამწუხაროდ ჩვენ მოგვიწევს, გადავუხოვრო, სამწუხაროდ ჩვენ მოგვიწევს რაღაც თერაპიული სტრატეგიების აი ესე მსუბუქად, კოლეგიალურად გაკრიტიკება. ამიტომ მინდა წინასწარ იცოდეთ, რომ რეალურად ეს პაციენტი არ მკურნალობდა საქართველოში, ამ ქვეყანაში არ მკურნალობდა, თვითონ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ქართული წარმომავლობის, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ყველა წინამდებარე მკურნალობა, რომელსაც ესე მსუბუქად შეიძლება გავაკრიტიკოთ, საქართველოში არ მინდა, ამიტომ რაღაც ეჭვები რო პროფესიონალზეა საუბარი არის. საქართველოში მე ვისაც ვისნობ, პროფესიონალები ბევრად უკეთესად მკურნალობენ. აი ამ ჩივილებით მიაკითხა ქალმა და სტრატეგია ექიმის იყო, რომ დანიშნულიყო ანტიდეპრესანტი. პირველი რიგის ანტიდეპრესანტი. მასთან ერთად დაინიშნა კიდევ გასაგები რომ სამედიცინო რაღაც არ არის საჭირო, უბრალოდ ესე ვიტყვი რომ ანტიდეპრესანტი დაინიშნა, ფარმაკოლოგიური აგენტი ჩაერთო, ორი სხვადასხვა ჯგუფის. ანტიდეპრესანტი, მეორე ანტიფსიქოზი. რამოდენიმე დღეში, კვირაზე ნაკლებში, პაციენტი ეკონტაქტება მკურნალ ექიმს და ეუბნება, რომ მისმა შფოთვამ იმატა უფრო ცუდად გრძნობს თავს. ექიმი შემდეგ ნიშნავს უკვე ბენზოდიაზეპინს, დამამშვიდებელს. რომელმაც მისი მდგომარეობა სადღაც აი 2-3 კვირის მანძილზე ცოტათი გააუმჯობესა, მაგრამ 3 კვირის თავზე პაციენტი ისევ ამბობს, რომ კიდევ უარესად არის, ვიდრე იყო დასაწყისში. მოხდა ანტიდეპრესანტის ცვლილება 3 კვირაში, შემდეგ მოხდა ანტიფსიქოზურსა მეორე მედიკამენტის დოზის გაზრდა, კიდევ ერთი ანტიფსიქოზურის ჩართვა მკურნალობაში. და ესე მიდიოდა დოზები მინიმალურად იზრდებოდა, მცირდებოდა. პაციენტი ხშირად იყო კომუნიკაციაში ფსიქიატრთან, იმიტომ რომ სასურველ შედეგს ვერ იღებდა. და სადღაც თვენახევრის თავზე მკურნალობის დაწყებიდან პაციენტი იქნა გადაგზავნილი, ესეთ აი ახალ ექსპერიმენტულს ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ უკვე რეალურად
ადაპტირებული მკურნალობა არის კეტამინის თერაპია, მაგრამ საკმაოდ ეს თანამედროვე, ესე სპეციფიური შემთხვევებისთვის განკუთვნილ თერაპიაზე, რომელიც არის საანესთეზიო საშუალება კეტამინით მკურნალობა. რამაც პაციენტს შედეგი არ მოუტანა. პაციენტმა იწვალა ბევრი და შემდეგ მოგვაკითხა და საერთო სტრატეგია შევცვალეთ. ეს მინდა რომ დაიმახსოვროთ ახლა რაც მოგიყევით, იმიტომ რომ შემდეგ ვიტყვით რატო შევცვალეთ, როგორ შევცვალეთ, რა არის ამ საერთოდ აი ამაში რა არის პრობლემა და განვიხილავთ ამას აი ბიოფსიქოსოციალური მოდელის ჭრილიდან. ბიოფსიქოსოციალური მოდელი ეს არის ესეთი აი პაციენტის ზოგადად და პიროვნების შეფასების, მისი ჯანმრთელობის შეფასების მოდელი, რომელიც 70-იან წლებში წარადგინა, ადვოკატირებდა მას ექიმი, ფსიქიატრი ჯორჯ ენგელი, მისი მას მივაწერთ ჩვენ ამ მოდელს, თუმცა ხო, იქამდეც არსებობდა ეს. უნდა ითქვას, რომ იქამდეც რეალურად ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე საუბრობდნენ ადამიანები, მის უპირატესობაზეც საუბრობდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე უფრო ესეთი აქტიური ადვოკატირება ენგელმა გაუწია და მას მიეწერება. ეს მოდელი მოიესაზრებს რას? ეს არის პაციენტის ჰოლისტური ხედვა, ანუ ეს ერთიანობაში უყურებთ პაციენტს, პიროვნებას და არ განვიხილავთ მას მხოლოდ ბიოსამედიცინო კუთხით, ანუ არ განვიხილავთ მას როგორც სხეულს, რომელიც არის რომელშიც ფსიქიკური და ზოგადად ორგანიზმისთვის აუცილებელი პროცესები მიმდინარეობს მხოლოდ ბიოლოგიური და გენეტიკური და ესეთი აი სამეცნიეროდ დაკვირვებადი და განსაზღვრადი პროცესები. ამის საპირისპიროდ ბიოფსიქოსამედიცინო მოდელი ამას რომ ბიოლოგიასთან ერთად არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორები და არსებობს სოციალური ფაქტორები. ფსიქოლოგიური ფაქტორები ეს არის პაციენტის რაღაცა ფსიქიკის კონსტიტუცია, მისი წარსული გამოცდილებები, რაღაცა ეს ოჯახური, ნუკლეარული პირველი ოჯახის დინამიკა როგორი იყო, ტრამული გამოცდილებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს პაციენტის ცხოვრებაში, მისი ზოგადად ფსიქიკის კონსტიტუცია, რისკენ არის მიდრეკილი პაციენტი. რაც შეეხება სოციალურ ასპექტს, სოციალური ასპექტი ეს არის სოციოეკონომიკური სტატუსი პაციენტის, მისი გარემო პირობები, სადაც ის ცხოვრობს და ფაქტორები, რომლებიც ობიექტურად მოქმედებს მას. რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის დამოკიდებული პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე პროცესზე. ამ მოდელის უპირატესობა თავიდანვე შეიძლება იმითიც განსაზღვროთ, რომ ის უფრო ფართოა, ბევრ რაღაცეებს აქცევს ყურადღებას და შესაბამისად მე როგორც მე ექიმი გახლავართ, მე არც ფსიქოთერაპევტი ვარ, არც რაღაც სოციალური მუშაკი ვარ, მე მაინტერესებს, ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო არის, რა თქმა უნდა, ეს სამედიცინო და ბიოლოგიური ასპექტები. მაგრამ იმისთვის რომ დიაგნოზი დაისვას სწორად, იმისთვის რომ მკურნალობის სტრატეგია განისაზღვროს სწორად, ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. ფაქტორები, რომელზეც მე პირადად როგორც ექიმს, არანაირი ზეგავლენა არ მაქვს. მე არ მაქვს ზეგავლენა არც სოციალურ ფაქტორებზე და არც ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. მაგრამ აი ეს თუ არ გავითვალისწინე, შეიძლება ესეც შედეგამდე მივიდეთ და ხო მე ვეცდები რომ აგიხსნათ რატო იყო ეს ცუდი შედეგი და გათვალისწინებ ბიოფსიქოსამედიცინო მოდელის გათვალისწინებით, რატომ ბევრად უფრო სწრაფად და ბევრად უფრო ხარისხიან შედეგიანად მოხდებოდა პაციენტის განკურნება შეიძლება დავარქვათ. ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ თვითონ ამ მოდელის განვითარება ისტორიულ პროცესებთან არის დაკავშირებული. ანუ ეს არ არის ესეთი მოდელი, რომ ვიღაცას ჭკვიან ადამიანს თავში მოუვიდა და შემდეგ მან ეს აღწერა და ესე
აგვიხსნა, რომ ასე სჯობს. ეს არის მოდელი, რომელიც თვითონ აი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ მიდგომების შეცვლასთან ერთად ვითარდებოდა და ყალიბდებოდა. ბიოლოგიურ ფაქტორებზეც უნდა ვიმოქმედოთ, საბოლოო ჯამში უნდა ვიმოქმედოთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეც და სოციალურ ფაქტორებზეც. რაღაცეებზე უფრო ადვილად შეგვიძლია ზემოქმედება, რაღაცეებზე უფრო რთულად. რომ დავიწყოთ, აი როგორ უყურებდნენ ადამიანები ფსიქიკის აშლილობას, რომ სულ იყო, არ არის ფსიქიკური აშლილობები რაღაც არც მე-20 საუკუნის შემდეგი, არის პოსტინდუსტრიალური სამყაროს ყოველთვის იყო, არქაულ ხარ, ყოველთვის არსებობდა ფსიქიკური აშლილობები, შეიძლება რაღაცა ტიპით ისინი სახე ცვლილებას განიცდიან, მაგრამ ყოველთვის არსებობდა. დიდი ხნის მანძილზე ფსიქიკური აშლილობები მოიაზრებოდა, არსებობდა რაღაც მეტაფიზიკური ხედვა მათ მიმართ. იქონდა მას როგორც შეპყრობილობას, რაღაც რელიგიურ თუ ცრურწმენულ პრიზმით უყურებდნენ მას. და შესაბამისად მიდგომებიც იყო ასეთი. მკურნალობაც იყო შელოცვებით და დიდი ხნის მანძილზე. შემდეგ, როდესაც სამეცნიერო აზრი და აი სამეცნიერო ხედვა გაჩნდა ამაში საზოგადოებაში. ეს ყველაფერი შეიცვალა და შეიცვალა საკმაოდ ესე დრამატულად. შემდეგ დავიწყეთ ჩვენ ლაპარაკი იმაზე, რომ ფსიქიკა ეს არის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შედეგი. ფსიქიკის ნებისმიერ აშლილობაც არის მასზე დამოკიდებული. ნევროლოგიის ჭრილში განიხილებოდა ყველაფერი, ყველა ფსიქიკური აშლილობა. იქ განიხილებოდა რომ აქ არის რაღაც ეს ნერვების პრობლემა, რო ვთქვათ ეს რა, რაღაც ნერვულ წრედებში არის დარღვევა, რაღაც დისბალანსი გვაქვს იქ ტვინში და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბრობდნენ, კვლევის მეთოდები პრაქტიკულად არ არსებობდა, არანაირ გვამების გაკვეთის გარდა ეს საუბარი ვიქტორიანულ ხანაზე, როდესაც ეს ყველაფერი ყალიბდებოდა. მაშინ რეალურად არანაირი ჩვენ ეს რაღაც ინსტრუმენტული კვლევის საშუალებები არ ჰქონდა, რა თქმა უნდა. და გამიხილავდით საკმაოდ პრიმიტიულად და რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ შველოდით ფსიქიატრია და ფსიქიკური სერვისები შემოიფარგლებოდა ეგრეთ წოდებული თავშესაფრებით, ესაილუმებით, სადაც პაციენტები მიდიოდნენ, რჩებოდნენ იქ და საკმაოდ ისეთი არახუმანურადაც ექცეოდნენ. იმიტომ რომ რაღაცა იქნებ რამე შედეგი გამოინახა. რა თქმა უნდა, ვერანაირ შედეგს ვერ იღებდა. შემდეგ აი ამ მოქცევის პაციენტებთან ასეთ მათი რაღაც თავშესაფრებში შეყრის ხშირ შემთხვევაში და ძირითადად მთელი ცხოვრების მანძილზე იქ დაბინავების გასამართლებლად მიდიოდა ეს აი საუბარი იმაზე, რომ ეს არის გენეტიკური განპირობებული პრობლემა, ფსიქიკური აშლილობა. იყო ასეთი თეორიები, რომ გენეტიკაში რაღაც ფსიქიკური პრობლემები ერთმანეთს ერწყმის და ნელ-ნელა უარესდება, ანუ შემდეგ თაობებში უარესდება და უფრო თავს იჩენს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იყო მოკლედ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფსიქიურად არაჯანსაღები, გვარები და ესეთი აი ოჯახები, რომლებიც ფსიქიურად არაჯანსაღებად ითვლებოდნენ, არასასურველებად საზოგადოებისთვის და იყვნენ უფრო ესეთი ჩამრთელი ადამიანები. რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობა ამას ეწინააღმდეგებოდა, ხო? ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ძალიან ესეთ პატივცემულ ინტელექტუალურ თუ რაღაც სოციალურ კიბეზე მაღლამდგომ ოჯახებში ევართებოდათ ადამიანებს ფსიქიკური პრობლემა. რადგან ეს რეალობა მოდიოდა წინააღმდეგობაში კონცეპტუალურ ხედვასთან, ფსიქიკური ჯანმრთელობისა, ამ ყველაფერს ჩქმალავდნენ. ანუ
ადამიანი, რომელიც გაჩნდებოდა წარჩინებულ ოჯახში და ქონდა გაჩნდებოდა არასწორი ნათქვამია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები დაეწყებოდა, მისი რაღაც გადამალვა იწყებოდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს მოდელი უნდა შენარჩუნებული რაღაცნაირად რეალურად იმის გამო, რომ გამართლებულიყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ეს სრული უსუსური დამოკიდებულება, რა მათი შეყრა თავშესაფრებში, მათი გადამალვა, გადაკეტვა და ასე შემდეგ. პოზიტიური შედეგი ამას არ მოქონდა. ძალიან კარგად ვიცით ხოლმე. მოქონდა მხოლოდ ნეგატიური. თუმცა მაინც მიდიოდა ეს რაღაც მხოლოდ ბიოლოგიურ ფაქტორებს, გენეტიკურ განსაკუთრებით ფაქტორებზე ეს პედალირება. საბოლოო ჯამში მე ამან უკვე მოგვიანებით ხელი შეუწყო. ან შეიძლება რაღაც ქათამი და კვერცხივით არის, ეს ევგენეტიკური ხედვის ჩამოყალიბება და ეს მიდგომა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ, იმიტომ რომ ვერ ვიტყვით რომელი იყო პირველი რა. საუბარია იმაზე, რომ არიან ესეთი სუფთა გენეტიკის ადამიანები და უფრო დაბინძურებული გენეტიკის ადამიანები. ბოდიშ ვიხდი ამ ტერმინების ხმარებისთვის. ეს ყველაფერი შეიცვალა პირველ მსოფლიო ომთან ერთად. პირველ მსოფლიო ომში, რომელიც იყო თამანგრეველი, აბსოლუტურად ასეთი არაფერი კაცობრიობას აქამდე არ უნახავს. პირველ მსოფლიო ომში გაჩნდა ახალი დაავადება, რომელიც მას ეს მოდელი და ჩააყენა ეს პარადიგმა, რაღაც აზროვნების ჩააყენა საფრთხე შეუქმნა მას. ეს იყო შელშოკი. ქართულად როგორ გადმოვთარგმნო, ცოტა რთული არის, რაღაც გილზის შოკი, ეს შეიძლება. შელშოკი არის იგივე PTSD, ანუ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, ანუ ეკვივალენტია ზუსტად, ამისი მიდგომა მაშინ სხვანაირი იყო, მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს მხოლოდ ომში ემართებათ მამაკაცებს და ასე შემდეგ. ბევრი სხვა ისე არ იყო გათვალისწინება, მაგრამ ნუ რეალურად რო ვთქვათ, ეხლა მარტივად PTSD-ა, უბრალოდ მე-20 საუკუნის დასაწყისი. შელშოკი რომ გაჩნდა და ნახეს ადამიანები ესეთი არისტოკრატული წარმომავლობის, მაღალ ინტელექტუალური ადამიანები, წარმატებულები თავის ცხოვრებაში, ესეთი რაღაც ექიმები, რომლებიც იყვნენ რაღაც იმაზე ველზე მუშაობდნენ, საბრძოლო ველზე მუშაობდნენ, სამხედრო ექიმები, გენერლები ზოგი, რაღაც გენერლის შვილები და ასე შემდეგ ავადდებოდნენ შელშოკით. რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე და ესეთი მძიმე ყველაფერია, უბრალოდ ძალიან თვალსაჩინოა ისი გამოხატულებები ადამიანებთან. ვამჩნევთ ადამიანებს ხშირად PTSD როგორ აქვს ეს გამოიხატება აგზნებადობით, გრძნობელობით რაღაც ხმაურების მიმართ და ასე შემდეგ. ადვილი დასანახია, რომ ამ ადამიანს, რომელსაც შელშოკი აქვს ფსიქიკური პრობლემა. და საკმაოდ ცუდად გამოიყურება. რო დაგროვდა ეს кейსები და ამისი ახსნა ძალიან ძნელი გახდა უკვე ევგენეტიკური მიდგომის და ეს სუფთა იმის მიდგომით, რომ ამ ადამიანებს რაღაცა იქ მათი ტვინის მასა, ნაკლები მაგალითად და რაღაცა იყო აბსოლუტურად სურელური მიდგომები ფრენოლოგიური რაღაც ტვინის თავის ქალის ფორმაზე და ასე შემდეგ, რომ ვიღაცები არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის მოწყვლადები ვიღაცები არ არის. ეს ყველაფერი ჩამოინგრა. და ამას ემთხვევა რეალურად დროში ემთხვევა, ქრონოლოგიურად ემთხვევა, შემდეგ უკვე ფსიქოანალიტიკური სკოლის გაჩენა, ომის შემდეგ და ფსიქოლოგიური მიდგომა, ნევროზის ცნების გაჩენა. რომ არსებობს ნევროზი, რომელიც შეიძლება ადამიანს დაემართოს. სხვადასხვა ახსნა იყო ნევროზის, სხვადასხვა გამარტება იყო ამისი და ჩვენ მივხვდით, რომ გარემოს აქვს გავლენა ჩვენ ფსიქიკას. ანუ ფსიქიკა არ არის რაღაცა, რაც არსებობს სადაც კოლბაში, რომელიც გაჩნდა ესეთი, გენეტიკურად არის განსაზღვრული. ეს ამ ადამიანს აქვს გლახა ფსიქიკა და იმას აქვს ეს რო არ არის, ეს გამოჩნდა. ამისთვის საჭირო გამოდგა ეს გლობალური დიდი ტრავმა, რომელიც მიიღო საზოგადოებამ, საზოგადოების სოციოეკონომიკურად დაბალ ფენაში მდგომ ადამიანებს, რომელსაც არამეყურადღებას არ აქცევდა და ისინი ისედაც ითვლებოდა, რომ ფსიქიურად სუსტები არიან, მოწყვლადები არიან, ასევე მაღალმა ფენას მიიღო.
და მივხვდით ჩვენ რომ არ არის ძლიერი და სუსტი ტვინი. ამასთან ერთად ახლა პატარა გადახვევა უნდა გავაკეთოთ, ზოგადად არსებობს ტრამვის მიმართ მეტად და ნაკლებად მოწყვლადობა. ესე არ არის რომ მე და თქვენ მაგალითად თუ ავალთ და რაღაც ერთი და იგივე გამოცდილება გვექნება, შეიძლება მე გამივითარდეს გარკვეული ფსიქიკური პრობლემა, თქვენ არ გაგივითარდეთ. მაგრამ ეს არ არის წინასწარ გათვლადი ეს არ არის და ბევრ ფაქტორზეა საუბარი. სად იდექით თქვენ და მე სად ვიდექი, როცა ვხედავდით ამ რაღაც მატრამვირებელ ფაქტს მაგალითად. და ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული. მას შემდეგ რაც ეს ადამიანებმა გააცნობიერეს, ხო, გაჩნდა ეს ნევროზის ცნება, გაჩნდა ფსიქოანალიტიკური მიდგომა, რეალურად მივხვდით იმას, რომ აქ პაციენტისთვის, რომელსაც აღენიშნება რაღაც ფსიქოზური, ან თუნდაც იგივე შელშოკი, რომელიც ომამდეც არსებობდა რეალურად უბრალოდ მედიცინა ვერ აღიქვავდა ამას, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნებოდა რა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის ბუნება, დიდად არ შეცვლა ყოველ შემთხვევაში იმ ისტორიის მანძილზე, რაც ჩვენ ვიცით და რასაც მოვიაზრეთ. ადრეც იყო რა თქმა უნდა და ესეთ პაციენტებს ზოგჯერ მაგალითად უკეთებდნენ რაღაცა ძილის დეპრივაციით, უნალოვდნენ და მარწუხებს ადებდნენ თავზე და ასე შემდეგ, ტრეპანაციას უკეთებდნენ. მივხვდით რომ ეს ძალიან არასწორი იყო და ეს არ უშველის მივხვდით და შემდეგ დავიწყეთ უკვე ეს ფსიქოლოგიური. შემდეგ ეს ფსიქოანალიტიკური სკოლა პოპულარული გახდა, იყო ფროიდი, იყო მისი მოსწავლე. შემდეგ გაჩნდა ფსიქოფარმაკოლოგია. რომლის გაჩენაც არის გორგითხრათ სასწაულებრივი საკმაოდ. ეს არა რაღაცა რაც მინდა რომ გავიგოთ ყველამ არის რომ არ გვეგონოს ჩვენ რომ ეს ასე მოხდა, რომ ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ იქ სავარაუდოდ ეხლა რადგან პოპულარულია ფსიქიკური ჯანმრთელობაზე საუბარი, სეროტონინი გაგიგიათ ალბათ რა, რო არის ესეთი ტრანსმიტერი ჰორმონი ტვინის, რომელიც რაღაც პროცესებში იღებს მონაწილეობას. ესე არ მომხდა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აი ამ ადამიანს აქვს რაღაცა ჰორმონალური დისბალანსი და მოდი ჩვენ ეს ჰორმონი დავასინთეზოთ. ყოველ შემთხვევაში მედიკამენტი გამოვიყენოთ, რომელიც ამ ჰორმონის კონცენტრაციას გაზრდის, ნეიროტრანსმიტერის კონცენტრაციას გაზრდის ცენტრალურ სისტემაში და აი ამით უკვე ესე არ მოხდა, რომ ჯერ არ აღმოჩენილა, ჯერ პრობლემა ბიოლოგიურ დონეზე დანახული არ ყოფილა და მინდა წინასწარ გითხრათ, რომ დღემდე არ არის. დღემდე არ ვიცით. იქ რა ხდება ნეიროტრანსმიტერების დონეზე. დაიწყო ანტიფსიქოზურებით. ანტიფსიქოზურები ესენი არიან, ეგრეთ წოდების ნეიროტრანსმიტერი არსებობს კიდევ დოფამინი, რომელსაც ზოგჯერ ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ, რაც ძალიან მაღიზიანებს და მინდა ვილაპარაკო, რომ იქნება აღარ დავუძახოთ ამას ბედნიერების ჰორმონი და სიყვარულის ჰორმონი. დოფამინი, რომელიც აკეთებს ძალიან სერიოზულ რაღაცას. დოფამინი ეს რეცეპტორები არის, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მაგრამ მის გარეთ ორგანიზმში არის ბევრი. მაგალითად გულზე. გულის კუმშადობას ხელს უწყობს. ძირითადად დოფამინი გამოიყენება რეანიმაციაში. როცა ადამიანს წნევა სისხლდენა რაღაცა გეთებთ, რომ დოფამინს უკეთებ. სამედიცინო სერიალებში გაგიგიათ ალბათ, რომ დოფამინი გადავა. რადგან ის წევას მაღლა ზრდის და ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა მეცნიერებმა, ფარმაკოლოგებმა გაასინთეზირეს წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტი. იმისთვის რომ წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტები სხვადასხვა ორგანოზე მოქმედებს, ზოგი მტირკბილზე მოქმედებს, ზოგი პირდაპირ გულზე, ზოგი სხვადასხვა ჯგუფის არის, სხვადასხვანაირ. მაგრამ ახალ-ახალს ვიგონებთ იმისთვის, რომ ამას ერთი გვერდით იმოვლენა აქვს, იმას მეორე გვერდით იმოვლენა აქვს, რომ პაციენტს მოვარგოთ და ანტიჰიპერტენზიულები, ან წნევის დამწევები არის სხვადასხვანაირები, ვიცით. ერთ-ერთი ესე იფიქრეს, რომ მოდი დოპამინის ანტაგონისტი, ანუ ის რაც დოპამინის აქტივობას რეცეპტორზე მის მიმაგრებას ხელს შეუშლის, ესეთი ნივთიერება შეუყოვნოთ ადამიანს და წნევას დაწყება. ვერ ვიტყვით, რომ ხა დოპამინის ანტაგონისტი ძალიან სერიოზულად გამოიყენებოდა იმისთვის, რა ქვია, წნევის
წევად. იმიტომ რომ სხვა საშუალებები არსებობდა, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ესეთი ექსპერიმენტული მედიკამენტები იყო და ერთხელაც ეს მედიკამენტი აღმოჩნდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და უბრალოდ ჩვენ დავინახეთ, რომ ეს მედიკამენტი შეგვყავს და პოზიტიური სიმპტომები, ანუ ბრუდვა, აჟიტაცია, ჰალუცინაციები და ესენი რამოდენიმე პაციენტს გაუქრა და გახდა კარგად. ამის შემდეგ დაიწყო ამის წარმოება. ანუ დღეს რო გვაქვს ჩვენ უკვე სხვა თაობის, აბსოლუტურად ბევრად უფრო ეფექტური, ბევრად უფრო ნაკლებად დამაზიანებელი მედიკამენტები, რომლის სახელით შეიძლება გაგონილი გქონდეს, რომელიც აქტიურად გამოიყენება დღეს, რომელიც მიღწევა ნამდვილად ამის. აი ესეთი შემთხვევითობით ვართ ჩვენ მისული. ჩვენ არასოდეს არ დაუდასტურებია, რომ მაგალითად ისეთ დაავადებაში, რომელიც ფსიქოზურ სიმპტომებს იწვევს, ყველაზე უფრო ის გავრცელებული დაავადებაა შიზოფრენია, შიზოფრენიისას აი დოპამინი არის მომატებული. არავის დღემდე ეს არ უნახავს. არის რაღაცა რადიოლოგიური მონაცემები, რომელიც გვეუბნება, რომ იქ დოპამინის, რომელიც გამოყოფს ეს სუბსტანცია ნიგრა არის ცოტათი ჰიპერტროფირებული, მაგრამ ეს არის პაციენტების 3-4%-ში ვხედავთ ჩვენ ამას. თუმცა ძალიან გვინდა რომ დავინახოთ, იმიტომ რომ ეს ლოგიკაში ჩასვავს, ხო? ნახეთ ერთი ნეიროტრანსმიტერის, ანუ ერთი ნივთიერების აქტივობის დაქვეითებით ჩვენ ვიღებთ ამ შედეგს. შესაბამისად ნეგატიური შედეგი რაც გვაქვს, ანუ ბოდვა დაკავშირებული უნდა იყოს ამ ნივთიერების ზედმეტი აქტიურობით, ხო? მაგრამ ამის დამადასტურებელი ჩვენ არაფერი ამას ტკიცებით ჩვენ ვერ ვიტყვით. ისევე როგორც უფრო მარტივი იქნება, რადგან დეპრესია ხო უფრო გავრცელებული ბევრს ლაპარაკობენ, პოპულარულ იმაში, რომ აი დეპრესიაში სეროტონინის ნაკლებ არ არის სეროტონინის ნაკლებ. ეს არავის არასოდეს არ დაუდასტურებია. მიუხედავად იმისა, რომ სეროტონინის, ანუ ამ ჰორმონის ცოტა დამაბნევად ხო ლაპარაკობ. ამ ჰორმონის, ამ ნეიროტრანსმიტერის მომატებით ჩვენ დეპრესიული მდგომარეობით პაციენტი გამოყვავს. ჩვენ არ აგვაქვს არადაირი ნიშანი, რომ ეს დაკლებულია იქამდე, სანამ ჩვენ ანტიდეპრესანტს დავნიშნავთ, რა. ამიტომ ჩვენ ბიოლოგიურ დონეზე რა ხდება, რეალურად არ ვიცით, დაბნეულები ვართ. ჩვენ უტყუარად ვიცით, რომ ეს მედიკამენტები მუშაობენ. 100%-იანი ეფექტურობა არაფერს არ აქვს და ამაზე ბევრს საუბრობთ, რომ არაფერს არ აქვს 100%, საკმაოდ დიდი ეფექტურობა აქვს ამ მედიკამენტებს, ამ ფარმაკოლოგიურ აგენტებს კონკრეტულ кейსებში, ხო, კონკრეტულ დიაგნოზებზე, კონკრეტულ პრობლემებზე. ეს ჩვენ ზუსტად ვიცით, იმიტომ რომ ეს არის ეს ნაკვლევი ისეთი კვლევებით, რომელიც აი შეცდომის შანსს ამცირებს ყოველ შემთხვევაში, შეცდომის შანსი ყოველთვის არის, მაგრამ ნუ მინიმალურამდეა დაყვანილი შეცდომის შანსი. ამ კვლევებმა ჩვენ დაგვიდასტურეს, რომ ეს წამლები არის ეფექტური ამასთან ამ ფსიქოფარმაკოლოგიის აღზევებამ, ხო, რომელიც დაიწყოს ანტიფსიქოზურებით, შემდეგ ანტიდეპრესანტები, შემდეგ ანტიფსიქოზურებმა კიდევ ისეთი ეფექტი ვერ მოგვცა, იმიტომ რომ მაინც ფსიქოზური აშლილობები შედარებით არა, ნუ სტიგმატიზებული იყო, ანტიფსიქოზურების ეფექტურობა ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს მათ და ასე შემდეგ და შემდეგ. აი ეს იყო აი რაღაცა პროზაკ მაგდა მაგალითად და ეს ესერაების აი ახალი ჯგუფის ანტიდეპრესანტების აღმოჩენა, რომელსაც პრაქტიკულად გვერდითი მოვლენა არ აქვს და ძალიან კარგი ეფექტი, ამან აი გაგვახარა ძალიან, რომ აი ჩვენ ნახეთ ბიოლოგიურად, ნახეთ ჩვენ როგორ უშველოთ ფსიქიკურ აშლილობებს, ამან დაგვიდასტურა ის აზრი, რომ აქ არის ბიოლოგიური პრობლემა, ანუ აქ არის რაღაცა სხეულის პრობლემა და რაღაც мотивация მოგცა, რომ მეტი დაფინანსება წასულიყო, მეტი ინტერესი წასულიყო რაღაც ნეირომეცნიერებისკენ. გამოგვეკლია ჩვენ ნეირონულ დონეზე რა ხდება. ამას ვაკეთებთ ჩვენ. მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან შორს ვართ. იქნიდან რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ აქ რა ხდება. შემდეგ ჩამოყალიბდა ეს ნეირომეცნიერული ერესი. ანუ აქ ერესი იმას არნიშნავს, რომ ეს არასწორია. რა თქმა უნდა, ფსიქიკური პრობლემები განისაზღვრება, ფსიქიკური პრობლემები და ფსიქიკური ზოგადად ფსიქიკა ყალიბდება ტვინში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. რა თქმა უნდა, აქ
ვინმე არ ჩათვალოს, რომ აქ არის საუბარი რამე ტრანსცენდენტულზე ან რაღაც მეტაფიზიკაზე. არა. რა თქმა უნდა, twin-ში ყალიბდება, უბრალოდ ერთი რო twin არის რთული ორგანიზმი, ორგანო ძალიან და მეორე ჩვენ ცოდნა ძალიან ცოტა რა წირით. ჩვენ ბრმად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. და ეს უნდა ვაღიაროთ. იმიტომ რომ აი ვახსენეთ ზეგან რომ აი ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან რომ აი რაღაც მიჯაჭვულობის სიყვარულის ჰორმონი ოქსიტოცინი ის რაღაც ბედნიერების ჰორმონი დოფამინი რაღაც სიმშვიდის ჰორმონი სეროტონინი არის ძალიან პრიმიტიული გაგება საკითხის. ძალიან პრიმიტიული გაგება. ჩემთან პაციენტები მოსულან და უთქვამთ, იცით ბატონო, მე გავიკეთე სეროტონინის ანალიზ პლაზმაში, რაც საერთოდ ნახო, გავიკეთე და თურმე რაღაცა ეს შედეგი მივიღე და როგორი მაქვს სეროტონინი სისული, ანუ არაფერს არ გვეუბნება. სეროტონინი ცენტრალურ სისტემაზე უფრო მეტად ჩვენ კურსდასლავში ვხედავთ და სხვა ეფექტებს, სხვა აზრებს, ისე როგორც დოფამინი, ისე როგორც ნორეპინეფრინი, ისე როგორც ლითიუმის ანალიზს აკეთებენ კიდე რომელიც ხო. ანუ ჩვენ ბიოლოგიურ ჯანმრთელი ადამიანისთვის რა როგორ არის საჭირო, ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რა. მაგრამ ვიცით რომ როცა პათოლოგიები იწყება, აი ეს მედიკამენტები, რომლებიც ზემოქმედებენ ამ ნეიროტრანსმიტერებზე, რომლებიც ზემოქმედებენ ბიოლოგიაზე, აი ასე, გვაძლევენ კარგ შედეგს. მაგრამ აი რატომ გვაძლევენ ამ კარგ შედეგს, კარგად არ ვიცით. ეს უნდა ვაღიაროთ. ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის, რომ ადამიანი როგორც ხო თქვით, წეგან არ არის რაღაც კოლბაში არსებული რაღაცა ორგანიზმი, რომელიც რაღაცა იქ გადის პროცესებს დამოუკიდებლად საზოგადოებისგან, დამოუკიდებლად რაღაც გამოცდილებებისგან. ეს არ არის. ადამიანს აქვს ჩვენ ფსიქიკა მუდმივ ურთიერთქმედებაში არის სამყაროსთან, გარე სამყაროსთან. და გარე სამყარო კიდევ შესაბამისად ფსიქიკას. ამიტომ აი ესეთ მაგალითს რომ მოვიყვანოთ. არსებობს კომპიუტერი, რომელსაც აქვს hard drive-ი, რასაც ვიზარდ hard, ანუ იქ არის ოპერატიული მეხსიერება, კულერი და არის soft-ი, ხო? ანალოგია ცუდია, კარგი არ არის. მაგრამ რაღაცას გაგვაგებინებს რა. კომპიუტერში რომ რაღაც სისტემური, პროგრამული პრობლემა, აი მე იქ ეს რო ავიღო პროცესორი და რაც არ უნდა უჩხიკინო, ხო, იმითი არაფერი არ შეიცვლება. ანუ რა თქმა უნდა გავლენა აქვს, შეიძლება გადახურდეს რაღაცები, გაფუჭდეს, მაგრამ ფსიქიკაში მიმდინარე პროცესებს ესე პირდაპირ ვერ შევეხებით ჩვენ რა. ჩვენ შეგვიძლია რაღაცეები გავაუმჯობესოთ, ან გავაუარესოთ. მაგრამ პირდაპირ შეხება ჩვენ არ გვაქვს. ძალიან მარტივად ეს რო თქვა, ჩვენ არ ვიცით, ან მეცნიერებამ არ იცის ფსიქიკური პროცესები ბიოლოგიურ პროცესებზე როგორ ტრანსლირდება პირდაპირ. ჩვენ რო ვიცოდეთ, რომ აი მართლა ასე რო იყოს, რომ აი ეს ოქსიტოცინი არის სიყვარულის ჰორმონი და ოქსიტოცინი სხვაშორის იყიდება აფთიაქებში, აი უიაფესი არის და ოქსიტოცინი და რავი შეგიძლიათ იყიდოთ ამპულებით და რავი შეიყვანოთ ორგანიზმში და არ სიყვარულს ვერ იგრძნობთ რა, ანუ ძალიან პრიმიტიული ხედვა, მოკლედ აი ეგ მინდა რომ გაჩვენოთ, რომ ეს არის პრიმიტიული ხედვა. გასაგებია რომ შეიძლება იქ სხვაგან შეიწოვებოს, მაგრამ რავი ცხვირში ისხედით, რავი არ სიყვარულს ეს არ გამოიწვევს რა. მაგრამ ვიცით რომ მაგალითად აი ძუძუს როცა იყვებება შვილი, იმიტომ რომ ის გადმოსვლაში იღებს მონაწილეობას ოქსიტოცინი, რაღაცა ეს ბონდინგი მან ყალიბდება, როცა ოქსიტოცინი გამოიყოფა. ეს ვიცით. მაგრამ ეს არის როგორ იცოდნა, იცით, აი რაღაცას რო ხვდები, აი რაღაცას ჩვენ საზოგადოება რაღაცას თითქოს ხვდებით, რაღაც ვიჭერთ, მაგრამ გაგვისხდება ხელი. იმიტომ რომ ეს არის. ანუ ფსიქიკა, ზუსტ ბიოლოგია და ფსიქიკა ჩვენ ეს შეერთებული არ აქვს ერთმანეთთან, რა. არ ვიცით.
დარწმუნებული ვარ, ჩემი ეს როგორ გითხრათ, რაციონალური რწმენა ეს ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ ოდესღაც ჩვენ აქამდე მივხვდით. ну ჩვენ ფსიქიკას და ბიოლოგიას რაღაცნაირად პირდაპირ ერთმანეთს დაუკავშირებთ, პირდაპირ როგორ ტრანსლირდება ბიოლოგიური პროცესები ფსიქიკურში და ფსიქიკური ბიოლოგიურში აქამდე მივხვდით. მაგრამ ეს ძალიან დიდ შოვრეულ მომავალში მოხდება ეს აბარაუდოთ და ჩვენ ეს უნდა ვეცავთ, ნეირომეცნიერება უნდა ვაფინანსოთ, გავაძლიეროთ ეს ინსტრუმენტული კვლევის საშუალებები ჩვენ კიდევ უფრო მეტად და მეტად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ეს განვითარდეს ჩვენ უნდა თქვათ ეხლა სად ვართ რა. ეხლა ჩვენ არ ვართ იქ რომ ვილაპარაკოთ ამის და ამ სხვადასხვა გრძნობების ჰორმონების რა. პრობლემა რატო ეს? გარდა იმისა რომ შეიძლება ეხლა ვიღაცისთვის იყოს კომიკური რა ეს რაღაც ის. პრობლემა ეს არის იმიტომ რომ უგურებელ ყოფს ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს. არაჩვეულებრივი სტატია მაქვს ამაზე საკითხი. არის ესეთი ზოგადად ეს ნეირომოდულატორებზე ჩაჭირა, ბიოლოგიურ ფაქტორებზე გამახვილება ყურადღების, რომელიც უნდა გამომახვილოს, მაგრამ გადაზედმეტებული გამახვილება და ეს მარტივად აღწერა რაღაცები. აკეთებს რას? აკეთებს ფსიქიკური ჯანმრთელობის, როგორც საერთოდ ცნების და დეპოლიტიზებას. მას არის არასწორი. დეპოლიტიზება თქვენ ხვდებით ალბათ პოლიტიკაში რას გულისხმობ. დეპოლიტიზება, ანუ საზოგადოებრივი, სოციოეკონომიკური ფაქტორების, გარემო პირობების და იმისგან მოშორებას, ამბობთ აქ რომ აქ არის ტვინი, რომელშიც არის რაღაცები დარღვეული. ეს რაღაცები უნდა გამოვასწოროთ. და არა აქვს მნიშვნელობა ეს ტვინი, ვისია, ის როგორ სოციოეკონომიკურ ფენას წარმოადგენს, რას შეადგენს, მისი დიეტა, მაგალითად, ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს. და იქ ჩვენ რაღაცები უჩხიკინოთ, რომ ადამიანი გავხდეთ ბედნიერი, კმაყოფილი და ფუნქციონალური და ესეთი არ გავა. დეპოლიტიზება ვერ მოხდება ჯანდაცვის ზოგადად. რა, იმიტომ რომ ერთმანეთს ეს გარემო და სუბიექტი ახდენენ გავლენას, რა. სუბიექტი ზემოქმედებს საკუთარ გარემოზე და გარემო ზემოქმედებს მას. მიზეზი რატომაც ჩვენ ამას კაბინეტში ვაკეთებთ ხანდახან. მე მინახავს ფსიქიატრები, ჩემთვის არა ქართველები ისინი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ფსიქიატრები, რომლებიც ამბობენ, რომ მე მაგალითად აი ტრამას არ გამიხილავ, საერთოდ. არ აქვს მნიშვნელობა ამას. ანუ არ გამიხილავ ფაქტორებს, რომლებსაც ზემოქმედება მოახდინებს ფსიქიკაზე, იმიტომ რომ ეს ფაქტორები შეიძლება სხვასაც ქონოდეს, როგორც მე და თქვენზე თქვით. იმას არაფერი დაემართოს, ამას რაღაც დაემართა, შესაბამისად მის ტვინში უკვე რაღაცა არსებობდა პრობლემური. არასწორია. დიდი პატივისცემით მათ. არ არის ეს. შეუძლებელია გარემო პირობების უგულებობა. და ბიოფსიქოსოციალური მოდელი აკეთებს ზუსტად მაგას, რომ ინტეგრირებას ახდენს იმ ფაქტორების, ყველა ფაქტორისა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს. სამწუხაროდ დასაწყისში რომ მეთქვა უკეთესი იქნება, მაგრამ ეხლა გეტყვით, რომ ეს მოდელი ბიოფსიქოსოციალური მოდელი მე ფსიქიატრი ვარ და ძირითადად ფსიქიატრიის კონტექსტში იხმარება, მაგრამ ზოგადად ჯანმრთელობის კონტექსტში ვხმარობთ რა ამას. და მინდა რომ ეს ძირედით აგიხსნათ. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი აი ჯანდაცვის სისტემაზე დიდი ტვირთის მქონე დიაგნოზები, დაავადებები, როგორც არის ონკოლოგიური დაავადებები მაგალითად, ხო? ყველაზე უფრო დიდი ტვირთი აქვს კარდიოლოგიურ დაავადებებს. ორივე ეს მოიცავს ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს. მოიცავს. ექიმი, რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებზე პირდაპირ ვერ იმოქმედებს, მაგრამ ისინი უნდა გაითვალისწინოს. პაციენტი, რომელიც მოდის ჩემთან, მე ვარ კარდიოლოგი მაგალითად და აქვს რაღაცა კორონარული დაავადება. შემდეგ მე მხოლოდ დიეტაზე რო ველაპარაკები, მე უნდა გავითვალისწინო მისი სოციოეკონომიკური კონტექსტი, სადაც და ითვალისწინებენ ამას ექიმები აკეთებენ. ფსიქოლოგიური ფაქტორები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება მე ვერ შევცვალო, დიდი ალბათობით მე ამას ვერ შევცვლი, მაგრამ მე უნდა გავითვალისწინო იმისთვის, რომ რაღაცა პაციენტი დავაკვალიან, მან იცოდეს რა ხდება მის თავს. სწორი ხედვა რო კონდეს.
ამ შემთხვევაში რო დაუბრუნდეთ. ამ შემთხვევაში დარღვეული იქნა ხო არის აი ბიო, ან ბიოლოგიური, ფსიქო, ან ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები, ხო, რომელიც მოქმედებს, რომელიც ჯამში იწვევს რაღაც დაავადებას. სამივეს უგულებელყოფა მოხდა. ამ პაციენტის ჩივილი არ არის პაციენტის სიმპტომი. პაციენტი მოდის და გვეუბნება, რომ მაწუხებს შფოთვა, მაწუხებს გულმკერდში დისკომფორტი, მაწუხებს ანჰედონია. ჩვენ მას უნდა ვკითხოთ რა სიმპტომი, რა სამედი ბიოლოგიური ფაქტორებიც კი არ იქნება გათვალისწინებული. ბიოლოგიური ფაქტორები აქ არის მაგალითად რა. პაციენტი არჩივის არ ამბობს და ჩემთან რადგან ფსიქიატრი ვარ, იმ ფსიქიატრთან, რადგან ის ფსიქიატრია, მასთან არ ამბობს რომ აქვს ამენორია, ანუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა. არ აქვს მენსტრუალური ციკლი. ამას არ ამბობს, იმიტომ რომ მიაჩნია რომ ეს უნდა თქვას გინეკოლოგთან. არ ამბობს რომ პერიოდულად აქვს მაღალი წნევა, ჰიპერტენზია. არ ამბობს რომ არის ახალი ნამშრომიარები და ექიმი თავისთავად არ ითვალისწინებს, რასაც თქმა არ სჭირდება იმას, რომ პაციენტს აქვს ეგრეთ წოდებულ კუშინგოიდუ, აი ცენტრალურ სიმსუქნეს, რასაც ვეძახით. წვრილი ფეხები, მუცლის გარშემოწირულობა არის, აქ აქვს კუზის მსგავს. ამას არ ითვალისწინებს ექიმი და ნიშნავს ანტიფსიქოზურს, რომელიც ხო ვიცი რომ ბევრი ვილაპარაკე ამ მედიკამენტებზე, რომლებიც ამ ლექციის კონტექსტში არ არის საჭირო, მაგრამ ნუ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ამას გააძლიერებს. ამას გააუარესებს. ბიოლოგიური ფაქტორებიც არ იქნა გათვალისწინებული. აქ საქმე იმაში არ არის, რომ სოციალური და რაღაც ფსიქოლოგიური ფაქტორები, ბიოლოგიური ფაქტორებიც კი არ იქნა გათვალისწინებული. აქ გათვალისწინებული იქნა მხოლოდ პაციენტის სურვილი, რომ იყოს კარგად. და მას კარგად ყოფნაში ხელს უშლის შფოთვა, კარგად ყოფნაში ხელს უშლის რაღაც სიამოვნებას ვერ იღებს ცხოვრებისგან და რაღაც ბუნკერში აქვს დისკომფორტი. ეს იქნა გათვალისწინებული და აი მთელი არსენალი რაც გვაქვს ვიდრე კეტამინის თერაპია, რომელსაც ძალიან ცოტა ხანია რაც აღიარება მოიპოვა მარეგულირებლების, იქამდე ყველაფერი იქნა გამოყენებული. ამ ყველა მკურნალობას აქვს გვერდითი მოვლენები. მკურნალობას როცა ვნიშნავთ, იქნება ეს ფარმაკოლოგიური თუ იქნება რაღაც ინსტრუმენტული თუ იქნება ეს რაღაც ესეთი ქირურგიული თუ ფსიქოთერაპიული მაგალითად. მკურნალობას მე ერთი მარტივი პრინციპით ნიშნავთ. რისკის და სარგებლის შეფასებით. ანუ შეიძლება იყოს ყველაფერს აქვს გარკვეული რისკი. აბსოლუტურად, როგორც მინიმუმ ფსიქოთერაპიას რომელსაც არანაირი რისკი ესეთი არ აქვს, ხარჯ ეფექტურობა უნდა გავითვალისწინოთ, რა ფსიქოთერაპიაზე სიარული არ არის იაფი, ეს ანუ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რას მოიტანს კარგს და რას მოიტანს ცუდს. ვერ ვიტყვი რომ აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ კარგით პირველი ხე ეს რაღაც ანტიდეპრესანტის დანიშნულება ლოგიკაში ჯდება, მაგრამ არც ანტიფსიქოზურის მკურნალობა, არც კეტამინის თერაპია. არაფერი არ იყო აქ ადეკვატურად ადმინისტრირებული, რა. იმიტომ რომ მათი პოტენციური რისკები იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე პოტენციური შედეგი. შესაბამისად, აი სამედიცინო გაგებით სამწუხაროდ ჩემი აზრით და რაც ამას გიხსნით, რატო ეს ჩემი აზრით, ნუ არ არის ეს უკვე ამ პაციენტს მარტო მე არ მართავდი ჯგუფი. ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება სამედიცინო გაგებით. ანუ ბიო ნაწილი ამ ბიოფსიქოსოციალური მოდელისა, ბიო ნაწილი აქ უკვე არ გამოიყენა ექიმ. ან შეიძლება ფსიქოლოგიურ ნაწილს. მე არ ვარ ფსიქოთერაპევტი, ჩემი ფსიქოლოგიის წირია, რა თქმა უნდა, და ზედაპირულად ვილაპარაკებ იმაზე, რომ აქ იყო რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური ფაქტორი. პაციენტი ჰქონდა ფსიქიატრიაში როცა ანამნეზს ვკრებთ, ფსიქიატრიული ანამნეზი, ფსიქიატრიული ისტორია, ესეთი არის უფრო ვრცელი ვიდრე სხვა სამედიცინო დარგებში. ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რაღაც არ ვიცით, ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ უფრო კარგად ვაცნობიერებთ ვიდრე სხვა დარგის ექიმები, უფრო კარგად ვაცნობიერებთ ამ ბიოფსიქოსოციალური
მოდელის უპირატესობას, ჩვენ ვიწყებთ ასე. გენეტიკაში არის რამე თუ არა, როგორ დაიბადა პაციენტი, როგორ იზრდებოდა, როგორ იყო ხასიათობრივად ის, რა გარემო ფაქტორები ზემოქმედებოდა მასე, როგორ იყო მისი ოჯახი და ასე. აი ეს ყველაფერი ფსიქიატრულ ინტერვიუში ვეკითხებით და ამ ყველაფერს ავწერთ. ამიტომ ბიოფსიქოსოციალურ მოდელთან ფსიქიატრია ყველაზე ახლოს არის, რაც არა იმიტომ რომ ფსიქიატრები ჭკვიანები არიან. იმიტომ რომ უბრალოდ ფსიქიატრიას უფრო სჭირდება ეს ყველაფერი რა და უფრო მეტი თავისუფლება აქვს იმისთვის რომ ამაზე აქცენტი გააკეთოს. ხო, ფსიქოლოგიური ფაქტორები აქ რა თქმა უნდა მონაწილეობდა პაციენტის მდგომარეობაში. ფსიქოლოგიური ფაქტორები იყო აქ ბავშვობაში სტრესული სიტუაციები, მამის გამიტოვების განცდა, გაცდა რა ფაქტობრივი მიტოვება, სოციოეკონომიკური და ესე გაჭირვება ბავშვობაში, არასტაბილური ოჯახი, ესე რომ ვთქვათ, ოჯახური პირობები, უფრო სწორად, თუმცა ოჯახი მამა წავიდა, მაგრამ ოჯახი დარჩა. არასტაბილური ოჯახური პირობები და შემდეგ ამ ჩივილით პაციენტის მოვიდოდა, მას ყავს შვილი, რომელსაც რიდდა პარტნიორთან ერთად და პარტნიორი გაქრა. ეს ყველაფერი არ იქნა განხილული. რა თქმა უნდა, პაციენტმა დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოყვა სავარაუდოდ და იკითხეს კი ეს, მაგრამ განხილული არ იქნა ეს ყველაფერი. მე ისტორია სამწუხაროდ რადგან სხვა ქვეყანაში მკურნალობდა ეს პაციენტი, მისი ისტორია არ მინახავს, მაგრამ ვარაუდობ ამას, რომ შეიძლება ისტორიაში აღწერილიც კი არის. ჩვენ რომ ამას დავამატოთ რა რეალურად რა ხდება. ამას ბიოლოგიურად ვამატებთ ამენორიას, ბიოლოგიურად ვამატებთ ბიოლოგიურ ფაქტორებს, ბიოლოგიურ სიმპტომებს, რომელიც პაციენტს ჰქონდა. მეტაბოლურ, ანუ ჰორმონალურ პრობლემებს გარკვეულს. ასევე ვამატებთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, აი ეს გამოცდილებებს, რომელიც ბავშვობაში შეიძინა. ასევე ვამატებთ გარემო პირობებს, რომელიც მდგომარეობის დაწყებას აშკარად ქრონოლოგიურად უკავშირდება, ლოგიკურადაც უკავშირდება. ანუ პაციენტმა მძიმე სტრესი ნახა, მძიმე დღეები გაიარა. ესეთი რაღაცა მოხდა. პაციენტის პარტნიორი ის ცხოვრებიდან წავიდა. პაციენტი დარჩა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, უცხო ქვეყანაში. ანუ ის უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ მისთვის კიდე უცხო მესამე ქვეყანა შემოდის. იმ ქვეყანაში ცხოვრობდა, სხვა ქვეყანაში. დროებით იყვნენ იქ წასული, ამასობაში გაქრა ეს პაციენტი, ეს პარტნიორი პაციენტის. დარჩა მარტო ბავშვთან ერთად, მის ქვეყანაში დაიწყო ომი. იქ დარჩა მისი სახლი, ქვეყანაში დაბრუნება, სერიოზულ რისკებთან იყო დაკავშირებული, შეიძლება პირდაპირ თქვა, რომ შეუძლებელი იყო. ეხლა მე როგორც ფსიქიატრი გეუბნებით ამას რა, როგორც ექიმი. ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, პაციენტი რა ჩივილს გამოთქვამს. პაციენტი გამოთქვამს ჩივილს, რომელიც აი ხა ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ დავაკავშიროთ უნიპოლარულ დეპრესიასთან, ბიპოლარულ დეპრესიასთან, გენერალიზებულ შფოთაშობას, სომატოფორმულაში ბევრი დიაგნოზი შეიძლება ამ ჩივილებით წარდგეს. აი რაღაც 3 ჩივილი რა მარტო. ძალიან ბევრი დიაგნოზი. მაგრამ ჩვენ როცა ჩავდივართ სიღრმეში რა ხდებოდა? ანუ ეს ობიექტურად გამოწვეული მიზეზებიდან თუ ამ ობიექტური მიზეზებიდან თუ არის გამოწვეული, ამას ჩვენ ვარქმევთ, არის ეს დიაგნოზი ადაპტაციის დარღვევები. Adjustment disorder. ყველა გაიდლაინი ჩვენ გვეუბნება, რომ მედიკამენტს ნუ დანიშნავთ რა. ცოტა ხანი მაინც ნუ დანიშნავთ. თუ ეს არის პირველი შემთხვევა, მოდი არ დანიშნოთ მედიკამენტი და გავუშვით პირდაპირ ფსიქოთერაპიას. ანუ პაციენტის ცხოვრებაში მოხდა სერიოზული ცვლილება, დრამატული ცვლილება,
მძიმე და ის უნდა ადაპტირდეს ახლა ამ რეალობასთან. ის რომ ადაპტირდეს ამ რეალობას, ჩვენ რა თქმა უნდა რაღაც ეტაპზე შეიძლება დაგვჭირდეს, რომ მას თუ შფოთვა არის ისეთი ძლიერი, რომ ის ვერ ადაპტირდება სამსახურეობრივ მოვალეობას, ვერ ასრულებს, ვერაფერს ვერ აკეთებს და ასე შემდეგ შფოთვა ჩვენ მექანიკურად უნდა დავწიოთ, რა თქმა უნდა შფოთვას დავწევთ და ოღონდ დავწევთ არა ბენზოდიაზეპინი, დავწევთ ანტიდეპრესანტი. მაგრამ ხო, ნუ შფოთვა უნდა დავწიოთ. აქვს მაგალითად ჩაძინების პრობლემა, ძილი მოვაწესრიგოთ რაღაცეებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს დამზოგველი. იმიტომ რომ ეს პაციენტი ამ პაციენტს აქვს კარგი მიზეზი იმისთვის, რომ იყოს ცუდად. წიგნი ასეთი კარგი მიზეზები ცუდად ყოფნისთვის და გირჩევთ ყველას რომ წაიღო. აქვს კარგი მიზეზი იმისთვის, რომ იყოს ცუდად. ანუ სწორი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ თავი იგრძნოს ცუდად. ის უნდა ადაპტირდეს ამ რეალობასთან. მე მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრი ვარ, ჩემს არსენალში არის ძალიან მაგარი რაღაცა, რა. ძალიან მაგარი რაღაცა, ფსიქოფარმაკოლოგია. რომ მე არ ჩათვალოთ, რომ მე რაღაცნაირად ვაკნინებ კი არა, უბედნიერესები ვართ ყველანი და მიჯერეთ, რომ ჩვენ ესეთი მედიკამენტები გვაქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის ჩემს არსენალში და ეხა ავდგე და ყველაფერი გლიჯო და ბოდიში და ცოტა ის კეტამინი, მაგალითად, ძალიან კარგი რაღაცა, ძალიან წამალ რეისტერულ დეპრესიებს, ძალიან კარგად გუნავს, ბიპოლარულ დეპრესიას, მანიაში არ გადააგდებს, ძალიან კარგი რაღაცა, კეტამინი, რა, ძალიან კარგი სასიამოვნოა ჩემს ექიმისთვის, რომ ეს შევიძინეთ კიდევ ერთი რაღაცა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი პაციენტი მოვიდა, აქ ჩივილი, პაციენტია. ის ამას არ მოეთხოვება საკუთარი მდგომარეობის მართვა, ხო, რა თქმა უნდა და რეალურად ჩემი შეფასებით, ცოტა უცნაურ რაღაც ვიტყვი, თვითონ მართავდა პაციენტი ამას. რომელს სამედიცინო განათლება არ აქვს, რომელიც ამას თვითონ მართავდა რა გაგებით, რომ პაციენტი მივიდა, ეს არ მინდა რომ მქონდეს, შფოთვა არ მინდა რომ მქონდეს, კარგად მინდა რომ ვიყო, პაციენტის დაკვეთა ეს არის. პაციენტის დაკვეთა 3 დღეში, 4 დღეში არ სრულდება და კიდე ურეკავს, ეხა სხვა რაღაც დამიიშლო, რომ ეს გავაკეთო და ის რა თქმა უნდა იბნევა და ხო, აი და კიდე ამას უნიშნავს. მერე კიდე მეტი უნდა, კიდე სხვა რაღაც უნდა და კიდე უნიშნავს. ამან რა გამოიწვია? ამან გამოიწვია ის, რომ პაციენტმა რაღაც მომენტში, აი, როცა ფსიქოთერაპია პირველი რაც უნდა გაკეთებულიყო, ადაპტაციის დარღვევებზე ჩვენ ამის სამართლებს ფსიქოთერაპია. პირველი რიგი არ მაინც CBT, ხა ჩვენ ფსიქიატრებს CBT გვყავს, მაგრამ ნუ მოკლედ მე მაგას კამათში არ შევალ რა ფსიქოთერაპია. მაგრამ ფსიქოთერაპიული ტექნიკა სჭირდება მას. იმისთვის რომ ადაპტირდეს ამ რეალობას. ფსიქოთერაპიული ტექნიკების საჭიროა რომ პაციენტი რეალობასთან კავშირში იყოს რა. ანუ აქ ჩვენ არ გვაქვს რეალობასთან ფსიქოზურ განსვლაზე, მაგრამ რეალობასთან კავშირში მან იცოდეს რომ ეს მოხდა და ამან ეს გამოიწვია. და ამ ჩარევებით ჩვენ ეს ავრიეთ. სომატიზაცია კიდე უფრო მეტად აი ეს თუ ამბობდა რომ დისკომფორტი მაქვს, მსუბუქი ხო ეგ იმაში გულმკერდში. შემდეგ ეს გახდა მერე ფეხებში ტკივილი, შემდეგ ეს გახდა მოუსვენრობა ფიზიკური, რომელიც ანტიფსიქოზურებმა გამოიწვიეს. შემდეგ ეს გახდა კიდევ ინსულინ რეზისტენტო, ან მე რო ნახე ეს პაციენტი, მე გავუშვი რა აკათიაშზე და იმაზე რომ ინსულინ რეზისტენტულია პაციენტი. ხო ჩვენ ვერ ვიტყვით რა, ვერანაირად ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ამის გამოა ეს მეტაბოლური პრობლემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეტაბოლურ პრობლემებს ეს არაფერს ვერ დაეხმარება, პირი გაუარესებს. ანუ მისი პრობლემები გამრავდა და საფუძველი რაც არის, რომ პაციენტს უკვე რო ეუბნები ახლა რომ შენ აი ეს რა თქმა უნდა ისე დირექტ პირდაპირ ეუბნებით ამას, მაგრამ ეუბნები რომ შენ ცუდად ხარ, იმიტომ რომ ეს მოგივიდა და ეს უნდა გააცნობიერო. პაციენტმა უკვე დაკარგა ის კავშირი იმ გამოუწვევ მიზეზთან, რის გამოც ცუდად არის რეალურად. და მან ისიც გაიტაცა, ისიც მოექცა ამ ერესის სვერპლი გახდა და ისიც ხა ამბობს რომ აი მე იქ რაღაც ნეიროჰორმონალური დისბალანსი მაქვს ტვინში ამბობს. სავარაუდოდ აქვს, სავარაუდოდ არის ის უკვე რაღაცები, ძალიან ისეთი საკითხავია, რამდენად ეს გამწვავდა არასწორი მკურნალობით. მაგრამ საფუძველი მდგომარეობს ობიექტურ რეალობაში. და ამ ობიექტურ რეალობასთან პაციენტმა კავშირი დაკარგა რეალურად რა. ამის ამბობს რომ მე ხა აქ მომემატება ეს რა მოხდება ეს პარტნიორი დაბრუნდება ეს
ობიექტურად ეს არ შეიცვლება ეს მდგომარეობა. და მის ფსიქიკას რეალურად უნდა ობიექტური მდგომარეობის დაბრუნება, იმიტომ რომ ვერ ადაპტირდა ახალ რეალობას. ჩვენ ვერ დავეხმარებით ობიექტური რეალობის შეცვლაში. Რა თქმა უნდა შეგვიძლია და უნდა ვქნათ კიდეც ისეთი რაღაცების ექიმებმა ყველამ არ აქვს მნიშვნელობა ფსიქიატრია თუ სხვა არის რაღაცა სერვისების თაობაზე უნდა ვიცოდეთ და გადავამისამართოთ რაღაც სოციალურ სერვისებზე რაღაცეებზე ესეთი რჩევებით უნდა მივცეთ პაციენტს, მაგრამ ვერ დავეხმაროთ, ხო ჩვენ ექიმები ვართ, ხო ჩვენ ახლა წამალს დავნიშნავთ, ან რაღაცას სხვას დავნიშნავთ. მაგრამ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ეს უნდა უთხრათ პაციენტს. რომ ეს არ არის, აქ არ არის აქ ჰორმონუდიზმა, აქ არის პრობლემა, ჩვენ უნდა ადაპტირდე ახლა ამასთან. ანუ ჩვენ უნდა უთხრათ ის, რომ ის უნდა ადაპტირდეს. არ შეიცვლება ომი მასზე არ არის დამოკიდებული, ჩემზე არ არის დამოკიდებული, მის ქვეყანაში რო ვერ ბრუნდება ეს არის ობიექტური რეალობა, მაგრამ ის ამასთან უნდა ადაპტირდეს, ამას უნდა შეეგუოს. და ფსიქიკას აქვს შეგუების, ფსიქიკა რეალურად შეგვიძლია ესე პირდაპირ თქვა, რომ ფსიქიკა არის რეალობასთან შეგუების მექანიზმი. ფსიქიკა გვაქვს იმისთვის, რომ რეალობას აღვიქვათ, მივიღოთ, შევეგუოთ და თუ რაღაც შეცვლა გვინდა შევცვალოთ. და ამას ვაკარგით ფსიქიკას. რა ფსიქიკას ჩვენ ხვდით? უნაროს, ხო? უნაროს მის ფუნქციას უკარგავთ. ფსიქიკას ჩვენ ხვდით რაღაცა წყაროს იმისა, რომ ვიყოთ ბედნიერები და რა ვინ არის ბედნიერი? ხო, ხართ, არავინ არ არის ბედნიერი. ხო, მაგრამ ცხოვრობთ ფუნქციური. ფარმაკოლოგიური ჩვენ. მე ვარ ბედნიერი. ძალიან კარგი მიხარი. ხო და აქ ჩვენ ადაპტაცია. ხო, რა თქმა უნდა, ხო. რა თქმა უნდა, ვარ ამ წუთას კი მაგრამ. არის ფსიქიკას უნდა დავუბრუნოთ თავისი ფუნქცია. რა თქმა უნდა, რესურსი უნდა აქვე მინდა ვილაპარაკოთ ყოველთვის. როცა მე ვახსენებ ამ რა თქმა უნდა ხუმრობით ვახსენებ ერესს, მაგრამ ერესი არის რაღაცა არასწორი სწავლება ერესი, მაგრამ ანუ ერესი ხშირად არის რაღაცეების არა გადაზედმეტებულად რაღაცა ერთ საკითხის ერთ კონკრეტულ ასპექტზე კონცენტრირება და მისი რაღაც გადაზედმეტებული დარწმუნება მასში უტრირება და ასე. ესეთი ერესი გამოგვივა ისის, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ აი არიან რა ადამიანები, მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს, ვიცნობ ასეთ ექიმებსაც, ვიცნობ ასეთ თერაპევტებსაც, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩვენით უნდა გადავლახოთ და წამალი ან სისულელი რა თქმა უნდა, რა ანუ არ ხდება ეს წამალი უნდა, აი წამას აქვს როლი, მე წამალს არ ვაკნინებ პირიქით, მაგრამ უნდა გვესმოდეს ორივე, როგორც ნეირო ფიზიოლოგ ჰორმონალური და ელექტრული პროცესები ტვინში წარმოიქმნება რაღაცები, ასევე ზეგავლენას ახდენს მასზე ობიექტური რეალობა. და ორივე უნდა გავას, ორივე არსებობს რა. ვერც ერთს დავივიწყებთ და ვერც მეორეს დავივიწყებთ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი არის რაღაცა იქ ენერგიები და ხო იცით ცოტათი ეს რაღაც მეტაფიზიკური ხედვა. ახლა რელიგიას არ შევეხებ, რელიგიას კიდე თავისი ხედვა აქვს და მეტაფიზიკურია ახლა ნუ თავის შინაარსი. რომლებიც უგულებელ ყოფენ ხშირად, რომ აი წამლები არ გინდა შენ თვითონ ისქენი და რაღაცა აი აფირმაციები აკეთე და მანიდან გამოხვალ. ან რაც სისულელია, ხო? ხა ბოდიში რომ სიტყვას ხშირად ვიყენებ სისულელეს, რა ამას მეგობრულად ვამბობ იმ ადამიანებზე, რომელსაც ჩემი აზრით რაღაცა ეშლება. ან და არის მეორე მიდგომა, რომ აი ხო რა, აი მაგ შენ ცხოვრებაში რა ხდება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ჩვენ იქ რაღაც დისბალანსი, ჰორმონული დისბალანსი შევცვალოთ. არც ერთია სწორი, არც მეორეა სწორი. ამიტომ არსებობს ეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რომ ყველაფერი ერთად განვიხილოთ. პაციენტს რა ვქენით ახლა პაციენტს? ვქენით ის, რომ მედიკამენტები, რომლებიც იწვევდნენ უფრო მეტ ზიანს აყენებდნენ პაციენტს, ვიდრე
შველოდნენ მოხსენით მედიკამენტები, რომლებიც თეორიულად და ისედაც რა გაიდლაინითაც მოწოდებულია ამ მდგომარეობაში დავტოვეთ, დოზები დავარეგულირეთ, პაციენტი გადავამისამართეთ სხვა პროფილის ექიმებთან, იმისთვის რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, იმიტომ რომ რისკებს ვქნით ჩვენ, ხო? მეტაბოლური პრობლემები დაეწყო ამ პაციენტს და სერიოზულ რისკებს. გადავიმისამართეთ ფსიქოთერაპევტთან უნდა ვაღიარო, რომ სანამ ჩვენთან მოვიდო და იქამდეც იყო ფსიქოთერაპევტთან მისული, მაგრამ გვიან ჩაერთო ფსიქოთერაპევტი. მართვაში ამ პაციენტის ფსიქოთერაპიაზე მეტი აქცენტი გავაკეთეთ. თქვით რომ ფსიქოთერაპია არის აქ გადამწყვეტი, უნდა ხანგრძლივი ფსიქოთერაპია დაგვჭირდება. პაციენტი ძალიან დიდხანს იყო უკმაყოფილო. ან პაციენტის მდგომარეობა ესე არ გამოსწორდა, რა თქმა უნდა, მე არ მომფრო რაღაცების. ყველაზე კარგი ეფექტი პაციენტს იქონია არც მე, არც ფსიქიატრმა, რომელმაც წამები დავნიშნე, არც ფსიქოთერაპევტმა, რომელმაც იქ რაღაც ტრამებზე ელაპარაკა, რაღაც მისი კოგნიტური შეცდომები დააკორექტირა და რაღაც ქცევით პატერნების შეცვალა. ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა პაციენტზე იმას, რომ რაღაც ვაკანსიაზე დათანხმდა და დაიწყო მუშაობა. მაგას. არა, გონება კი არ გადაიტანა, სხვა რაღაც, აი ეგეც ცოტა ისეთი ხედვა იქნება, რომ გონება სხვა რაღაცას გადაიტანა. არ ხდება რა, არც ეგრე არ არის. ფიქრისთვის დრო უნდა ქონ ადამიანი ფიქრისთვის არის დაბადებული, ფიქრის 100 მეტი დრო გექნება. ჩემი აზრით. მაგრამ ადაპტირდა პაციენტი, ანუ თავისი უნარი, ფსიქიკამ დაიბრუნა თავისი, პაციენტს მაღალი ინტელექტი აქვს. აი ფსიქოლოგიური ასპექტი ხო ამ პაციენტის არის, რომ პაციენტს აშკარად, უდაოდ აქვს საშუალოზე მაღალი ინტელექტი. ეს ინტელექტი არის ადაპტირებული, ანუ ადამიანს ჭირდება, რომ მქონდეს რაღაცეები ადამიანს ჭირდება, ხო? მაგალითად ჭირდება ის, რომ მას მქონდეს განცდა იმისი, რომ ის არსებობს, აკეთებს რაღაც ვიღაცისთვის. თან ისეთ აღიარებაც საკუთარი თავისგან საკუთარი თავის აღიარება. იმისი განცდა, რომ შემძლია. ის კი რომ ადამიანმა უთხრა ტაში დაუკრანა, ხა ეგეც ჭირდება ზოგჯერ. ვაკანსიაზე მიღება, ასე ვთქვათ, ეგ იყო რეალურად. ხო, ანუ სამყარომ დაუდასტურა ის, რომ ის არსებობს კიდე. ნუ თვითონ დაუდასტურა საკუთარ თავს. იმიტომ რომ მას მაღალი ინტელექტი აქვს, კარგი უნარები აქვს, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. და უნდა გააგრძელოს ეს საქმე. ანუ არის რაც არსებითი მოთხოვნები ადამიანის. ხო. რომელიდანაც რაღაც თუ დაკმაყოფილებული არა. ხო. ის კარგად რეიქნება. აუცილებლად. ამას მედიკამენტით ვერ უშუალო. ეგრე. მედიკამენტით ჩვენ რას ვაკეთებთ? მედიკამენტით ჩვენ ორი რაღაცა არის მდგომარეობები, რომელსაც მედიკამენტი სჭირდება აუცილებლად რა. მაგალითად შიზოფრენია, მაგალითად დეპრესია. აი, საქმე იმაში არის, რომ შიზოფრენია. იქაც არის გარემო ფაქტორები. რას გულისხმობ? გარემო ფაქტორების გამო შიზოფრენია არის. შიზოფრენია როგორ იწყება და რატომ იწყება ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს ნანახი გენეტიკური ასოციაცია. საკმაოდ ისეთი სხვათა შორის, მაგრამ გვაქვს ნანახი გენეტიკური ასოციაცია არის. შიზოფრენით დაავადებულ ადამიანის პირველი რიგის ნათესავებს გაცილებით მაღალი რისკი აქვს, რომ ჰქონდეთ შიზოფრენია. მაგრამ საქმე რაშია? მე ვყავს შიზოფრენიის პაციენტები, არ გეგური ბევრი. პაციენტი შიზოფრენიით ვყავს, რომელიც არის დასაქმებული, დაოჯახებული, კარგი მშობელია, კარგი თანამშრომელი, არის, რა თქმა უნდა, ქრონიკული დიაგნოზია, მას სჭირდება მუდმივი კონტროლი, მას სჭირდება მუდმივად არის იმისი რისკი, რომ გამწვავდება, რაც არ უნდა კარგად მართოთ, მაგრამ არის ადაპტირებული. ანუ პაციენტი იმ ადამიანის რაღაც ეს დანიშნულებას, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ეგზისტენციალურს ის ასრულებს
ბატონო, მედიკამენტების გარეშე ამას ვერ ვიზ, ანუ მაგაში პირდაპირ თავიდანვე გეთანხმებით, რომ რა თქმა უნდა შიზოფრენის მართვა ეხა იქ იმითი ჰოლოტროპულის უთქვით არ გამოვა, მაგრამ არის აქ საუბარი იმაზე, რომ ეს პაციენტი არა ადაპტირებული, იმიტომ რომ მისი სოციალური და ფსიქოლოგიური მადგენელი მისი მდგომარეობის. ყველა მდგომარეობას აქვს ფსიქოლოგიური და სოციალური მადგენელი. უკეთესია. მყავს პაციენტი, რა თქმა უნდა, ისიც უნდა გამიხილოთ, რომ ბიოლოგიურ დონეზეც შიზოფრენია შეიძლება ვიღაცა იყოს წამალ რეზისტენტური ფორმა ჰქონდეს ვიღაცას ნაკლები, ვიღაცა არის, რომ მინიმალური თერაპიულ დოზაზე ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ და ვიღაცა არის, რომ რაღაც გჭირდება იქ რაღაც ფარმაკოკინეტიკაზე მუშაობა, რომ რაღაც წამლები დავნიშნოთ, რომლებიც ამის კონცენტრაციას გამოკლეთ. ეგეთი кейსები არის ბიოლოგიურად განპირობებული სირთულეები და ნაკლები სირთულეები არსებობს შიზოფრენიას დაკავშირებით. მაგრამ თუ სოციალური ფაქტორები არის კარგი, პაციენტი უფრო კარგად არის. ობიექტურადაც უფრო კარგად არის, ანუ მისი გამწვავების რისკი უფრო ნაკლებია. და სუბიექტურადაც თავს უკეთესად გრძნობს. ამიტომ ეს ასპექტი ყველაფერს აქვს. არა ფსიქიკურ, ხო თვით ონკოლოგიურ დაავადებებზე, თვით კარდიოლოგიურ დაავადებებზე. გამორიცხულია, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის პაციენტს არ ქონდეს სოციალური ფაქტორები, არ იღებდეს მის მდგომარეობაში მონაწილეობას. კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით შენიშვნის სახით საკუთარ თავთან, არ ჩათვალოთ, რომ მე ამ რაღაცა ისეთი ყველანაირი დასტურის გარეშე აზრები რო გვაქვს, რომ რაღაცა მოარული ეს გამიგია, რაც წარსულში ბევრად უფრო პრევალირებდა, მაგრამ ეხლა არის ეს აზრები, რაღაცა შინაგანი აგრესიის, შეკავების შედეგია კუჭის კიბო, მაგრამ არ არის რა, ნუ ეგრე არ არის, მაგრამ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ესე იგი სამწუხაროდ ჩვენ აი მაგდონეზე ეს დასწრებით ვერ გიპასუხოთ, დიდი ალბათობით ეგრე არ არის რა, ანუ იქ ონკოლოგიური დაავადების განვითარებას ეხლა პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა პირდაპირ ესე არ ვერ ვიტყვით რა, არამეცნიერული იქნება იმისი თქმა, რომ რაღაც ფსიქიკური პროცესებიდან გამომდინარე იქ რაღაც ონკოლოგიური დაავადება განვითარდა. მაგრამ არის ეს მეორადად, ხო, აი როგორ გითხრათ, სიგარეტის მოწევა მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი სერიოზული რთული ონკოგენი, ხო, ის სარისკო სიგარეტის მოწევა ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ სიგარეტის წეველობა სოციოეკონომიკურ სტატუსთან არის დაკავშირში. და მეორადად ეს წეველობა ზრდის ონკოლოგიური დაავადების რისკს. ამიტომ ჩვენ უკვე ანუ ჯანდაცვა უნდა უყურებდეს ამას. ინდივიდუალური ექიმი შეიძლება უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ ექიმის კაბინეტში არაფერი არ შეიცვლება რა. იქ ის უნდა უყურებდეს მარკერებს და მეცნიერება უნდა უყურებდეს, აი ესეთი სამედიცინო მეცნიერება, ხო, კვლევები უნდა უყურებდეს იმას, რომ რაღაც გენეტიკური ოპერაციები რა ხდება, საათ ხდება როგორ. მაგრამ აი ჯანდაცვის სისტემა, ზოგადი ჯანდაცვა, ხო, რომელიც ამას უყურებს ზევიდან და ფართოდ გაშლილად და პრევენციაზე მუშაობს. ბევრად უფრო მეტად ექიმიც მუშაობს პრევენციაზე, რა თქმა უნდა, ხო, ოჯახის ექიმი მაგალითად გვეუბნება, რომ ეს რაღაც დიეტა დავიცვათ ამასთან დაკავშირებით, რაღაცა ეს არ მოვიხმარო სიგარეტს გავანებოთ თავი, ექიმიც გვეუბნება. ზევიდან აი ესეთი, რა ქვია, ფართო ხედვით ჩვენ ესენი უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სოციოეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს ამას. ეს განაპირობებს იმას. და ჯანდაცვამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, მიიღოს ხედველობაში და პრევენციისთვის ძალიან პრიმიტიულად, ძალიან ისე რომ თქვათ რა, პროზაულად იმისთვის რომ ფული არ დაიხარჯოს ბევრი, ანუ იმიტომ რომ ფინანსური ტვირთი არის ჯანმრთელობის პრობლემები, ხო? უბრალოდ რომ საზოგადოებას მეტი ფული გადახდა არ დაგვჭირდეს, მოდი ცოტა ფული გადავიხადოთ რაღაცის პრევენციაში და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი გათვალისწინებთ ჩვენ როგორც ინდივიდებს, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გვესმოს, ხო? ჩვენ შეიძლება ისეთ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ, ხო? ჩვენ ამის მენეჯმენტს არ ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაცნობიერებთ, ხო, ეს ეთერში ტრიალებს ეს აზრი და ჯანდაცვის მენეჯმენტს ვის აკეთებს, ისინი პრევენციულ მექანიზმებზე მეტ აქცენტს გააკეთებენ. ხო, ესე გამოვიდა ეს ამბავი, რომ პაციენტი არ არის ახლა იდეალურად. პაციენტს აქვს ისე ჩივილები.
პაციენტს ვერ ვიტყვით, რომ არის ჩვენ ასე ხუმრობთ, ბედნიერი არ არის ეს პაციენტი, მაგრამ ფუნქციური. ეს პაციენტი ახლა ლანა არის ფუნქციური. ეს იყო ჩვენი შედეგი რა. და ის რომ პაციენტი ამბობს რომ იცი რა ხანდახან მე ისევ იქ ბრუნდები სადაც ვიყავი 2023 წელს დასაწყისში ისევ იქ ბრუნდები ეს ჩვენ არ უნდა ფოთვა არ უნდა დაგვეწყოს და არ უნდა რაღაცა ეს ტანკებით არ უნდა შეუტიოთ მის პრობლემას რა და რაღაც ეს იმპრალი ხომ არ იყო რომ ფსიქოთერაპიას გადავახდით თავიდან რეალურად ამ პაციენტთან ყველაფერს გადავახდით რა როგორც თქვი ანუ სამედიცინო ესეთ აი ბიოლოგიურ პრობლემებს გადავახდით მეტაბოლურ რაღაცებზე არ ვიფიქრეთ იმას გადავახდით რომ ხო არჩევის მკურნალობა არჩევის პრეპარატს ვიძახით მაგრამ არჩევის მკურნალობაც არსებობს ხო პრეპარატი ადაპტაციის დარღვევებს პაციენტს რაც ჭირდა დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს რისანსაც აკმაყოფილებდა იმის არჩევის მკურნალობა არის ფსიქოთერაპია არჩევის მკურნალობა არ მივეცით მას ანუ დღეს დღეობით პრინციპში ექიმები ანუ თუნდაც ფსიქოთერაპევტები ძირითადად მარტო მედიკამენტური არა ამას არ ვამბობ პირიქით ანუ არის ხო პრაქტიკა პირიქით ეს ბიოფსიქოსოციალური არის აი თქვა რომ მარტო ბიოლოგიური მედიკა ანუ მედიკამენტი და არ დაუკვირდა სხვა სამწუხაროდ არის ეგრეც ხდება მაგრამ მე ვერ ვიტყოდი ამ იმას რომ პირიქით დღესდღეობით უჯობესდე უფრო მეტად შემოდის პრაქტიკაში ბიოფსიქოსოციალური ხედვა პაციენტ, ჰოლისტური ხედვა პაციენტის უფრო მეტად შემოდის. ვერ ვიტყვი იმას, რომ დღესდღეობით რაღაც ცუდად ხდება რა. მე თავიდანვე ბოდიში მოვიხადე იმის, რომ რაღაც მე მომიწევდა, რომ გამეკრიტიკებინა. მაგრამ აქ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, რომელსაც მე ვერ ვითვალისწინებ. შეიძლება ის ფაქტორი იყოს, რომ აქ რაღაც ენობრივი ბარიერი იყო, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში ბევრი რაღაცა შეიძლება მომხდარიყო. უბრალოდ აქ ჩვენ დავუშვით შეცდომები. რომელიც მე რაღაც ფასად დაგვიჭდა. პაციენტმა დრო დაკარგა, რაღაც მოხდა. ამასთან ერთად, კიდევ ერთი სულ აი რაღაცა ურაზროვნება შემოაქვს. ამასთან ერთად ისიც უნდა ვთქვა ახლა ობიექტურობისთვის, რომ აქ რომ ჩვენ თავიდანვე ფსიქოთერაპია დაგვეწყო, ეს იმას არ პანაცეა ესეც არ არის. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტი იქნებოდა იდეალური, ეს არ არის. მაგრამ უბრალოდ ბევრად უფრო სწორად მოვიქცეოთ, ბევრად უფრო დიდი შანსი იქნებოდა იმისი, რომ პაციენტი მალევე გამხდარიყო, მალევე ადაპტირებულიყო იმ რეალობასთან. ამის დასტური ახლა მე ესეთი არ მაქვს რა, არანაირად ვილაპარაკე იმაზე, რომ პაციენტი დაცილდა რეალობას, მაგრამ ნუ ყვებით ხო ჩვენ ყველა. რა თქმა უნდა, ფესვია სადაც. მე მაგალითად დიაგნოზები რაც არის ფსიქიატრიაში, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბიოფსიქოსოციალური მოდელიდან გამომდინარე არის, ხო? აქ არ არის ჩივილებს, მაგალითად ადამიანი მოდის და აქვს აი shell shock-ი, რასაც დაუძახით, ხო? აი PTSD მაგისი სიმპტომები ყველაფერი. ჩვენ ვეკითხებით, რომ როდის მოხდა მატრაუმირებელი გამოცდილება. თუ მატრაუმირებელი ეპიზოდი მოხდა 3-4 დღის წინ, ხო? აი, ხედავთ, ჩვენ იქ მკურნალობას, ჩვენ მხოლოდ დამხმარე მკურნალობა შეიძლება რაღაც ბენზოდიაზეპინი დავიშოთ ცოტა ხნით რაღაცეებით, რომ პაციენტი გამოვაძინოთ რა. PTSD-ის დიაგნოზი ვერ დავწერთ. რომ დიაგნოზებს აქვს დროითი კრიტერიუმები, ხო? ფსიქიატრიაში ზოგადად ჯანდაცვაში ხომ ზოგადად მედიცინაში ხომ აქვს რა ეს კრიტერიუმები და თვითონ დიაგნოზები სწორად არის დაწერილი ხა ფსიქიატრია განსხვავებით სხვა იმისგან, რადგან ლაბორატორიული კვლევები ჩვენ არ გვაქვს, ინსტრუმენტული კვლევები არაფერი არ გვაქვს რა, ერთ-ერთი რაც გვაქვს პაციენტის ისგან რეპორტინგი. მაინც იცვლება რა, ეხლა ძალიან ხშირად ვამბობთ ამას და ეგრე არის, უნდა ვაღიაროთ, რომ ხო დიაგნოზები ყოველ DSM-ის ახალი რედაქციის და გამოსვლისას და ICD-ის გამოსვლისას, კლასიფიკატორები რაც არის დიაგნოზებისაც. იმის გამოსვლისას იცვლება, ზოგი ერთიანდება, ზოგი იშლება და ეს მე იწვევს ამ განცდას და ბევრ ადამიანთან
მისაუბრია ამაზე ჩემთვის უპატივცემულეს ადამიანებთან, ჩემზე ბევრად ჭკვიან ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ აი ამას რო უყურებ ახლა მე რო მივდივარ და ეს დიაგნოზი გუშინ იყო და დღეს აღარ გვაქვს, აი რანაირად ვცემდე პატივს დიაგნოზის, მაგრამ არ არის ეს ეგრე. არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები იცვლება კვლევების და დაკვირვების საფუძველზე და დიაგნოზები სწორად არ არის იქ პრობლემა. პრობლემა არის ამ როცა კაბინეტში ეს ბიოფსიქოსოციოლოგიური მოდელს ივიწყებს ექიმი, მანდ არის პრობლემა. დიაგნოზები იმას არ ნიშნავს, რომ აი ამბობენ, რომ ყველას ხა დიაგნოზი გვაქვს და მაშინ ყველამ წავლენოს. არ არის ეგრე, ყველაფერზე წავლენები არ ინიშნება. აი ადაპტაციის დარღვევებზე გეუბნებით რა. ყველა გაიდლაინი გვეუბნება, რომ აცადეთ, არ დანიშნოთ. პირველ ნაშრომებზე რაღაცეებზე. შიზოტიპური პირველ ნაშრომი არ დანიშნოთ წამალი გვეუბნებიან. პაციენტი მოდის და საუბრობს რაღაც ჯადოსნურ. დიახ. კი, გისმენ. არაფერ დავასრულე. ეს პაციენტი ამ პაციენტზე ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე განეკუთვნის. საქმე რაშია? ხო არის შემთხვევა პრაქტიკაში, როცა ბოლომდე გადაახა ადამიანმა პრობლემა. დიახ. ბოლომდე გადალახულ პაციენტებში რომელი მიდგომა იყო პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე ეფექტური? ბოლომდე აიგიც ბოლომდე. ერთ კითხვას დავამატებ. ანუ პაციენტი ამ შემთხვევაში თვითონ მიხვდება, რადგან ესეთი პრობლემები აქვს. თვითონ ხო ვერ მიხვდება, არასწორ ჩემი შეხედულებით და შეფასებით არასწორ ფსიქიატრთან იყო მოსული, რომელმაც დანიშნა, ჩვენ ყველას განვიხილება ნანახი ქართული ფილმი ლუმინალს რომ ნიშნავს ექიმი ყველა იმაზე პრობლემაზე დანიშნა ლუმინა. ამ შემთხვევაში მისი როგორც ფსიქიატრის უნალობის პროცესი. ვინმესთან შეჯერებული ხდება, როგორც კონსილიუმი იქნება, თქვენ როგორც ფსიქიატრი აწამებთ პაციენტთან და შედეგს ვერ ღებულობთ. ანუ პაციენტი მე ხო ვერ მიხვდები, რომ თქვენ არასწორად ხო. ანუ თქვენ კოლეგიალობაში ხდება ამ საკითხის განხილვა და თუ მოხდა ამ საკითხის განხილვა. ამ საკითხის განხილვა ჩვენთან უკვე თქვენი კითხვა არ დამოვიწყდეს. ამ საკითხის განხილვა ჩვენთან უკვე შემდეგ მოხდა რამოდენიმე ან გუნდი მუშაობდით, იმიტომ რომ ზუსტად აი ფსიქოთერაპევტიც ყავდა იქ, მეორე ფსიქიატრიც და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ გავიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ უბრალოდ მან როგორ არის იცით, საჭიროების მიხედვით ყველა სამედიცინო დარგში კონსილიუმი იკრიბება და კონსილიუმისას რაღაც გაზიარებები ხდება, სხვა იმის. თქვით რომ მრავალი წამალი დანიშნა, ეს წამალი დანიშნა მოქმედა მეორე, მესამე, მეოთხე. ხო. ნუმერე თქვენ ჩაილიეთ კონკრეტულ საკითხს, მაგრამ ის წინასწარ პაციენტი ვერ მიხვდება რეალურად რა პაციენტი ამას ვერ მიხვდება იმიტომ რომ სამწუხაროდ არის მდგომარეობები როდესაც გაიდლაინს მიყვება ექიმი სწორად მიყვება მაგრამ შედეგი მაინც არ არის პაციენტი უკმაყოფილო ამიტომ უფრო სწორად შედეგი იგვიანებს ბოლოს შემთხვევაში ამიტომ პაციენტი სამწუხაროდ რასაც თქვენ მეკითხებით პაციენტი ესე ვერ მიხვდება უბრალოდ ერთადერთი რაც არის რაც გვაზღვევს მაგისგან რა რასაც თქვენ ამბობთ არის მეორე აზრის უფლებას ვეძახით ამას რა პაციენტმა ხშირად უნდა მეორე აზრიც მოისმინოს რა ხშირად არის ის ეტაპი რომ მაგას მივედი რაღაც ჩივილი მაქვს არ ეს ჩივილი არსად არ მიდის თავს არ გუზნობ კარგად და მივდივარ მეორე აზრის მოსასმენად ამას ვეუბნები ჩემ ექიმს რომ მეორე აზრი მინდა მოვისმინო და ისიც ვალდებულია რეალურად რომ გადაგვამისამართოს და გვითხროს მეორე აზრი გინდა რა თქმა უნდა ხშირად მეორე აზრი თვითონ მკურნალი ექიმისთვის ან ეს არის რომ ის ან დაუდასტურდეს იმას რომ მე ხა არაფერი არ შემშლი ან არ დაუდასტურდეს და ესეც მისთვის პლუსია აქ საუბარი არის როცა ადამიანი რაღაცას აბსოლუტურად მართლა გულგრილობის გამო რაღაცა საშინელი უცოდინარობის გამო რაღაც აფუჭებს ხო ეგ სხვა თემაა მაგას არც განვიხილავთ მაგრამ აქ ამ შემთხვევაში ან დროის უქონლობის ან რაღაცის გამო შეიძლება მოხდათ ესეთი кейსი დარწმუნებული ვარ მე მქონია რა შეცდომა მე 5 წელია რაც მაგ დამოკიდე პრაქტიკა ამ 5 წლის მანძილზე დააგროვილი მექნება მე ბევრი შეცდომა
ყველას გვაქვს. ანუ აქ არ არის ვიღაცა კარგი ფსიქიატრი, ცუდი ფსიქიატრი, აქ არის მიდგომების ლაპარაკი. და აი ესეთი მაგალითად გვასწავლის ჩვენ იმას, რომ აი მეტი ყურადღება გავამახვილოთ პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობებზე, სხვა სომატურ პრობლემებზე, როცა ფსიქიატრები ვართ და არ ვიფიქროთ იმაზე მარტო რომ პაციენტმა დაიძინოს და ამ დაძინებისთვის ესეთი რაღაცა გავაფუჭოთ რომ მე რაღაცა შეკრულობა დაეწყოს, მაგრამ ან ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ფაქტორი პრობლემაში მადგენელი ფსიქოლოგიური ესეთია გამოკვეთილი, ფსიქოთერაპევტთან უნდა გავუშვათ აუცილებლად. და სოციალური ფაქტორების გაითვალისწინოს ვერ შეცვლის დიდი ალბათობით ვერც დაეხმარება, ამის შეცვლა შეიძლება რაღაც გზების შესწავლოს, მაგრამ ვერ დაეხმარება, მაგრამ გაითვალისწინოს ეს ფაქტორები. ხო, ეს არის რა, ანაბანა საბოლოო ჯამში მედიცინის. და გაიდლაინები და აი რეალურად მე ამის თქმა მინდა რომ აი ეს რაც არის ეს ოფიციალური გაიდლაინები, დიაგნოზებიც, მკურნალობის ალგორითმების და დიაგნოსტიკურ ალგორითმების ჩვენ ანუ საქმე აქ არის დღევანდელი მედიცინა ეგეც გასაცნობიერებული იყო ხო, როცა იყვნენ გენიოსები, რა იყო ავიცენა ხო? ეხლა ეგრე აღარ ავტორიტეტებზე აღარ დგას მედიცინა, ისე როგორც მეცნიერება ავტორიტეტებზე აღარ დგას. აქ ეს ყველაფერი რაც გაიდლაინები რაც არის, შედგენილი დიაგნოსტიკური ალგორითმები რაც არის შედგენილი, მკურნალობის ალგორითმები რაც არის შედგენილია უბრალოდ ბევრი დიდი გამოცდილების შედეგად. და უნდა მიუყვეთ რა მათ, უნდა მიუყვეთ, მაგრამ უნდა მიუყვეთ ისე რომ ვიცოდეთ რომ ვაცნობიერებდეთ რომ აქ ჩვენ ტვინს ორგანოს არ მკურნალობთ. ტვინს მკურნალობს ნევროლოგი. მე უნდა ვიცოდეთ. ეგ თორე ფსიქიატრია ნევროლოგია იქნებოდა. და ამას აი ეს გამოთქმა რომ ფსიქიატრია მალე ეხლა გახდება ნევროლოგია, აი რო გითხარით რომ ბუმი იყო, აი პროზაკის ბუმი რო დაიწყო და ისა და რო ვთქვით რომ აქ აბსოლუტურად ბუნებრივი აღტაცება გაუჩნდა ადამიანებს რომ რაღაცას მაგარს მივაგენით და აი ცოტაც და ყველაფერი მოხდება. აი ხო იცით რომ რაღაც კარგი რო შეგემთ ცხოვრებაში რაღაც კარგს რო გააცნობი, აი ესე ვიყავით აჟიტირებულები ჩვენ მაგ პერიოდში, ხო ეს 60 წელი. ხო და მაშინ ჰქონდა რა ის მაგრამ ნუ არ გამოვიდა ეს. მაშინ ამბობდნენ ზუსტად მაგას რომ ფსიქიატრია გახდება ნევროლოგია მალე. ჩვენ გვეცოდინება რომ აი ნერვულ წრეში არის ეს პრობლემა, აი ნეირო ტრანსმიტერის ეს არის პრობლემა სინთეზის ან ის. რა თქმა უნდა, ვაფშე ყველაზე მარტივი რა იქნებოდა, იცით? ვაფშე ყველაზე მარტივი იქნებოდა ეს არქაული ხედვა რაც არის, რომ დემონები გვიპყრობდნენ და ჩვენ აქედან იმას ვეუბნებოდეთ და განიდევნებოდნენ, ეგ იქნებოდა ვაფშე ყველაზე მარტივი მე თუ გითხრა. დემონთან რავი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რაღაც უნდა წაიკითხო და მიასხა რაღაცა და ხო და ეხა ეგრე მე არ ვარ მაგაში დიდად ისა, მაგრამ ნუ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეგრე. მაგრამ ამაში რა ქვია მედიცინაში რთულია უფრო რა. რა თქმა უნდა რთული ისიც ძალიან ადვილი იყო რომ ევგენეტიკა იყოს, ხო? მაგ მარტო ის რომ ევგენეტიკა მორალურად არასწორია და ადამიანებს ვიღაცებს ადამიანებს კი არა, საგვარეულოებს ვიღაცებს ქვევით დაწევს და ვიღაც მარტო მორალურ საკითხს არ პრაქტიკულად არასწორი. პრაქტიკულად არასწორი. მარტივი იქნებოდა. ჩვენ მიდრეკილი ვართ, აი მარტივ რაღაცას დავინახოთ, რომ უი, ნახე შეხედე აი მას ეშმაკი ყავს აუცილებლად შეპყრობილი და რაღაც დავარტყავთ იმას თავში ხელს მკურნალობის შაკიქს, ხო იცით? აი დავარტყავთ ხელს და კარგად გახდება და უი რა კარგია და მე აჟიტირებულები ვართ რაღაც ჩვენ დაკვირვება, რაღაც შემთხვევითობით სასწაულის რაღაცის გამო მოგცემ შედეგს. გამორიცხულია რომ აი როცა იყო ეს მეტაფიზიკური ეს გამორიცხულია რომ ამის რაღაცნაირი დასტური არ ქონოდათ რა. რაღაც შამანი რაღაც პრიმერებს სცენარებს აურევდა, რაღაც მისცემდა და იმას ხა ვიცით ხო რომ იმაში მრავალ წარღვაში აცეტამინოფენი. აცეტოს არიცით. პირადი გამოცდილება შაკიკზე არც ერთი წამალი არ შეიძლება. შაკიკი ძალიან რთული ის არის. შაკიკზე ძალიან რთული რაღაცა. შაკიკს ექსპერიმენტული რაღაცებიც არსებობს ხა. დავამუშავოთ იმას შევისწავლე როგორ იმას მოიქცე როდესაც გიბლი. თუ არც წამალი და არც როგორ იქცე? ხო სიბნელეში სიჩუმეში. სახეცვლილება გამიცა და
არა, თქვით საინტერესო თემაშია. პირღებილება მქონდა დაახლოებით 16 წლამდე, 16 წლის შემდეგ პირღებილება არ მქონდა, მაგრამ აი იყო როგორც სტუდენტი როცა ვიყავი, დღის პირველ საათზე მტკივდებოდა. ხო. ცოტა როცა დაამტკიოდა, პირველი ანტიკონსულტანტებიც წადეთ? დეპაკინ. ყველა წამალი მაქვს და გამოცდილი დავებული, მაგრამ ტკივილის დროს არც წნევა მაქვს მაგარი, არც დაბალი. ნუ შაკიკი. არც არაფერი წამალი არ შევიდა. ტრიპტანები აი ანუ იმიგრანი, რიზა ტრიპტანის უმად. არცეთი არ შევიდა. უბრალოდ წოლიან მდგომარეობაში უსიბნელე მოწოს, აი კითხვის რომ მიკითხებიან როგორ ხარ, გაგიარა. ბოტოქს აკეთებენ, მაგრამ ბოტოქსი არის დაძაბულობის თავის ტკივილზე რა, მაგას. გამიქრა ერთი პერიოდი 3 დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ამტკიოდა და მოხდა ესეთი რაღაცა, მეუღლეს მიყევი წარბის გასაკეთებლად და გადამული წარბები მქონდა. ხო. შემოთავაზეს რომ ამოგიღებ. ხო. აი ამაზე და დავთახი. თუ გამიკეთა ეს დენს რო ნაშვება და არ ვიცი მან მოქმედა თუ არ მოქმედა, თუ 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ამტკიდა. შემდეგ დამიწყო ისე ტკივილები ჩვეულებრივად. ნამდვილად ჩაკიკიდა. შაკიკი არის ეგეთი უნაობრივი რეზიდენტური შაკიკები ძალიან ბევრი. სამხედროა და რაღაც მე ამ პროცესსაც დავაკვირდი, რომ სამხედრო ცხოვრების დროს ყვება გვაქვს რეჟიმი. დილის 7 საათზე, შუად 9 საათზე, საღამოს 7 საათზე ისე და აი სწორ ყვება თითქოს დამილაგდა. იმიტომ რომ მუდმივად უტკიოდა და მე გამილა. აი პერიოდულად შეიძლება აპკიდეს, მაგრამ რამდენი ხანი გძებდა? მე მქონდა 3 წელი და და თვითონ ექიმმა მითხრა რომ მოკლედ არ მოკლავს ეს ტკივილი ცხოვრების ბოლომდე კონდეს, მაგრამ ეცადო რომ მარტო შენი პროცესი ეს ტკივილის პროცესი აი 3-4 საათი შეიძლება ერთი დღეც მტკივნია და ძილის გარე აი საერთოდ გართმევს ენერგიას რა ისე შაკიკი მეც მაქვს. აი იკითხოს რომ დავუბრუნდეთ თუ შეიძლება. ბოდიში, გამახსენე. აი პაციენტები რომ ხო, ბოლომდე რო ხო. აი ესეთ პაციენტებში რომელმა მიდგომა მიმუშავა ყველაზე ეფექტურად. პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ არსებობს ამაზე დაგვრევა. ნუ რა თქმა უნდა, ამ მიდგომამ რაზეც ვაპარაკოთ ბიოსამედიცინო მიდგომა რაც არის, ხო? არ არის არასწორი, არის რაღაცეები, სადაც მხოლოდ ბიოლოგიურ ფაქტორებს გამიხილავთ და უკეთესობა იქნება. არის ისინი, მაგრამ იმისთვის რომ რაღაცა არ დაბრუნდეს უკან, იმისთვის რომ რეციდივი არ გქონდეს, იმისთვის რომ უკეთესად ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს მდგომარეობიდან, რა თქმა უნდა, ხო, უნდა მოხდეს გათვალისწინება ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორი, ანუ ბიოფსიქოსოციალური მოდელი არის ყველაზე უფრო შედეგიანი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, ანუ სრულად პაციენტს უყურებს პიროვნებას, პაციენტს უყურებს სრულად რა, ჰოლისტურად. და მის საჭიროებებზე არის ორიენტირებული რეალური საჭიროებები. დიახ. ისე გავლობის შინაარს არის რაღაცა არასწორად აკეთებს და ყველაფერს აკეთებს იმის გარდა რომ დაუბრუნდეს იმ შინაარს. დიახ. და ის თავის არასწორი მიდგომა, არასწორი დამოკიდება, რაღაცა არასწორი, რითიც კონტაქტება სამყაროს ან თავის თავს. დიახ. ხო. ეს ამის მიგნება, როგორც ამას გაუგვის ყველაზე მეტი ადამიანი. აი ამის გააზრებას მეც მისმენია და ყველაზე მეტი ეფექტიებს. ეგ მიგნება მაინც ჯობს რომ ფსიქოთერაპევტის კაბინეტში მოხდეს. მაგრამ ფსიქიატრები რეალურად ჩვენ კომუნიკაციაში ვართ პაციენტებთან და ჩვენ ვეუბნებით ეს რაღაცებს. ნუ ერთი რაც
ამ თემასთან რეზონირებს არის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და სწორია რომ პაციენტმა იცოდეს თავისი დიაგნოზი. არის მდგომარეობები, როდესაც ეს ვერ ხერხდება. მაგალითად პაციენტი არ არის გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიერს შეურაცხადობას, რაც ვეძახით, ესეთია იმ მომენტში არის ძალიან აჟიტირებული. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას, რომ აი დიაგნოზი რომ უთხრათ ამას. ეს მის მდგომარეობას გაამწვავებს. მაგრამ ესეთი შემთხვევა ძალიან ხშირიც არ არის. პაციენტი რომელიც ფოთვით მიდის ემასთან და ძალიან შემაწუხებელია თქვენ არ შეთვალოთ რომ ფოთვა არაფერი არ ფოთვით მიდის პაციენტთან ხა იმან რომ უთხრას რომ შენ გაქვს პანიკური აშლილობა და არ გაქვს გენერალიზებული შუქწევი. რა გაქვს გენერალიზებული. კარგი იქნება თუ განვუმარტავთ პაციენტს რა აქვს და რა განსხვავებაა სხვა მდგომარეობებში, რა პროგნოზია აქვს. დამყოლობა ზრდის. ანუ ეს პირდაპირ აკვლევია რომ დამყოლობა, კურნალობაზე დამყოლობა ზრდის. აი მე მივიდი პროცესით და დამიწყეთ ლეგესო ნერვოზი და ეგრევე წამოიწევდა. რა არის იცით, აი ხა მე არ მინდა რომ გამოვიდე რაღაც ეს სწორხაზო ორთოდოქსალურად რომ გეუბნებოთ რომ წამლებზე დასმა ცუდი არ არის წამლები კარგია უნდა თქო. უბრალოდ ვეგეტონევროზია ცოტა ისეთი დიაგნოზი ზოგადად რაღაც ხო. რაღაც შეიძლება მედიკამენტებამდე სანამ არა. აი ეგ თუდად ვილაპარაკე ესე. არის მდგომარეობები როდესაც მედიკამენტის დანიშვნამდე სხვა რაღაცა უნდა გავაკეთოთ და არის მდგომარეობები, როდესაც მედიკამენტი უნდა დავნიშნოთ თავიდანვე ეგრევე. ეს არც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მძიმედ გრძნობს ადამიანი თავს. შეიძლება პაციენტი მოვიდეს ჩემთან, არის ესეთი. მძიმედ არის თქვა ამ დროს. აი სიმძიმე ზოგადად ისეთი რაღაც არის. ანუ კარგი მიზეზი გაქვს სუდად ყოფნის? არა, არ არის ეგრე. კარგი მიზეზი სუდად ყოფნისთვის ნიშნავს იმას, რომ პაციენტი უნდა ადაპტირდეს იმ რეალობას. ანუ პაციენტი ხო, ანუ მისი სუდად ყოფნა გამოწვეულია რაღაცა ობიექტური გარემოებებისგან. მაგ დროს ჩვენ ვიკავებთ, რაც ძალიან სუდად არის ეს პაციენტი. ძალიან სუდად არის, მაგრამ რაღაცა გვაქვს ხელშესაჭედი რომ მისი ფუნქციურობა ამოვქაჩოთ, ფსიქოთერაპიაზე გავუშვათ, რაღაცები გავაკეთოთ. ანუ შეიძლება პაციენტი იყოს პირველად უფრო მსუბუქად, კონდეს რაღაცა პანიკური შეტევების სახედან გასვლისას, იმ მომენტში რომ მოდის ძალიან კარგად იყოს. მაგრამ ხო, მაგალითად აი ეგ აგორაფობია, პანიკური შეტევებით პროგრესირებს რა. რაც უფრო გვიან დავიწყებთ მკურნალობას, მედიკამენტოზურ მკურნალობას ვამბობთ, მით უფრო მეტად აი კომფორტის ზონა, სადაც პანიკური შეტევები არ არის და შფოთვა არის, მით უფრო მეტად შემცირდება თუ ადრე ქონდა რომ აი არიან ადამიანები, რომელსაც სახრიდან აი ქალაქიდან ქალაქში გასვლა უჭირთ. აი თბილისში კარგად არიან, თქვათ ავიღოთ თბილისი და თბილისიდან თუ გავიდენ გორში, იქ აი გზაზე ცუდად ხდებიან. თუ გვიან დავიწყეთ მკურნალობა, ეს კომფორტის ზონა არ ქვია, ეს უსაფრთხო სივრცე, უფრო და უფრო შეიძლება შევიწროდეს და შესაბამისად ესე ადრევე უნდა დავიწყოთ. ხა აგორაფობიაზე ნიშნავთ ესე. ეს აგორაფობია ბოდიშით, ანუ რაღაც სივრცეს რო ტოვებ, მაშინ რო გემართება პანიკური შეტევა, ხო? ანუ სახლს, ან უბანს, ან ქალაქს. აგორაფობიისთვის ეგ დამახასიათებელია, მაგრამ მაგით არ განისაზღვრება. აგორაფობია არის შიში იმ სივრცის, საიდანაც თავის დაღწევა არის რთული. ნებისმიერ ეს იქნება ძალიან ხშირად აგორაფობიას ეძახიან გაშლილი სივრცის შიშს, მაგრამ ეს არა გაშლილი სივრცეშიც არის აგორაფობიული, იმიტომ რომ გაშლილი სივრცეა და ეხა თავს ვერ დააღწევ, როცა უნდა ირბინო უდაბნოში, ისე უდაბნოში იქნები. რიგში, ტრანსპორტში, ჭყლეტვაში აგორაფობია მაგას ნიშნავს იმ სივრცის შიშს, საიდანაც თავის დაღწევა არის რთული. და პროგრესირებს შემდეგ სახლის დატოვების შიში, ანუ შველას სადაც დააგვიანდება. აი მე ვიცნობ სამ ადამიანს, რომელსაც აქვს ერთს, ანუ სახლის გარეთ აი დაახლოებით 100 მეტრის რადიუსის იქით არ მიდის. აგორაფობია. ერთ ადამიანს ვიცნობ თავისი უბანის იქით არ მიდის. ანუ ვერას არ სცდება. ანუ აღწერს აი მამამისის მანქანას გარდა სხვა მანქანაში არ ჯდება. და ანუ თუ გასცდა აი რაღაც შორ მანძილს, ანუ ეწყება ეგ შიში.
და კიდევ ერთ ადამიანს ვიცი, რომ პრობლემას დაძლია და აღარ აქვს შიშები, ანუ ქალაქიდან რომ გადიოდა, მაშინ ქონდა შიში და ანუ ეს რადიუსი, ანუ კილომეტრების რადიუსი. კი, ანუ არაფერი წინასწარ ვერ განსხვავდება, მაგრამ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საცხოვრებელი ფიგურო, ანუ უსაფრთხო სივრცისგან რაც უფრო მოშორებით მივდივარ, მით უფრო მეტად იზრდება შფოთვა. ეგ ახასიათებს აგორაფობიას. აი დისტანცია რას უფრო შორია. მაგას აქვს რა მნიშვნელობა? იმიტომ რომ იქ არის რომ ის სწრაფად თუნდა არის ზოგჯერ აი დისტანცია საცხოვრებელ, აი მაგალითად. ხშირად ეს ქალაქთა შორისი მგზავრობა უჭირთ, იმიტომ რომ ქალაქში როცა ხარ, თუდად თუ გახდი, რამე თუ დაგიმართოს ავტობუსში სწრაფად დაგიყვანენ. იქ რომ მიდიხარ ხა რაღაცა რიკოთზე რო გადადიხარ, იქ შველა შეიძლება დააგვიანდეს და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში ეშინია რო თუდად გახდება მაშინ შეიძლება ეგეც ხო საერთოდ აქვს. ბატონო? ანუ რო ეშინია თქვა თუდად რო გახდება, ამ შუცა გამახვა. შიშიც ხო აქვს ესე იგი რაღაციდან ხო? ანუ ჯანმრთელობის საქმე რაშია, იცით რომ აი მაგ საკითხზე ხა მან პირდაპირ რაღაციდან არის გამოწვეული ეს ძნელი სათქმელი. ფსიქოთერაპევტი უნდა იმუშაოს, შეიძლება აქ რაღაცა იყოს რაღაც გამოცდილების შედეგი. შეიძლება ვერ ვნახოთ, ვერასოდეს ვერ ვნახოთ, ვერაფერი ესე ფსიქოანალიტიკურად რამე მიზეზი რო ეს ამის გამოწვეულია, შეიძლება ვერ ვნახოთ. მდგომარეობა ასეთია და მაგ მდგომარეობას ჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა. ჭირდება არა, დადგენილია, რომ აგორაფობია, ანუ აგორაფობიული ჩივილებით, როცა პაციენტს აქვს აგორაფობია პანიკური შეტევებით ან პანიკური შეტევების გარეშე, იქ ანტიდეპრესანტი ინიშნება. ზოგადად პრობლემას წარმოადგენს ეს თვით შემოქმედება რა მკურნალობაში. გაიდაინებს ყველაფერი და ფსიქიატრია არ უმარტივესია. ყველაზე მარტივი დარგია სამედიცინაში რა. რაღაც ნევროლოგს უჭირდება ამდენი რაღაცა იცოდეს ფსიქიატრიდან. მაგრამ გაიდლაინებს უნდა მიყვედა ფსიქოთერაპია. ფსიქიატრიაში რამდენად თანამშრომლობთ ერგოთერაპევტთან, occupational therapist? მე პირადად ვერ გეტყვით, რომ ესე ეხლა როგორც მუშაობ დამოუკიდებელ პრაქტიკაზე არ თანამშრომლობ. ანუ არ მაქვს ესეთი რა კონტაქტი. თუმცა მობილურ გუნდში მუშაობდი, ასე პაციენტებთან პირადად, რაც თეორიაში ძალიან კარგი სერვისია. პრობლემები არის იმპლემენტაციაში, მაგრამ სრულ ყოფას განიცდის ნელა რა, უფრო და უფრო მეტად იხვეწებ. ჰიპნოთერაპიას თუ იყენებთ? მე არა, მე ფსიქიატრი ვარ, მე არ ვიყენებ, მე არა, ჩვენ ექიმები ვართ, ჩვენ ფსიქოთერაპიულ ტექნიკებს არ ვიყენებთ. ჰიპნოთერაპია მე ახლა არ მახსენდება გვარი საქართველოში, რომელიც ჰიპნოზს აკეთებს. დასაშვები? არა, დასაშვები რა თქმა უნდა არის, რამე აკრძალული არ არის ჰიპნოთერაპიაში. არ გასწავლიან, არ ვიცი. აი ჰიპნოთერაპია ხა ხად ისე თუ წარმოგიდგენიათ თუ რაღაცა ხა ასას გეტყვით ისას გააკეთებთ ეგრე. მაგრამ მე გაიდლაინებში ჰიპნოთერაპია გარკვეულ დაავადებებზე აშლობებზე შემხვედრია. მაგრამ ძალიან მინიმალურად პრაქტიკულად აღარ გამოიყენება. ისევე როგორც ფსიქოანალიზი არ შემხვედრია. ფსიქოჰიპნოთერაპია შემხვედრია რაღაცა ისეთი დისოციაციურ აშლობებს, ჰიპნოთერაპია ესე კონვერსიულ აშლობებზე, როცა პაციენტს აქვს რაღაც პარესი, ფსიქოლოგიური ფაქტორები და არანევროლოგიური აშლობიდან გამოწვეული ნევროლოგიური სიმპტომები. თვალები აქვს დახუჭული ბერახილს. აი ეგეთ რაღაცებზე ჰიპნოთერაპია არის ნაჩვენები. მაგრამ ხო, აი ფსიქოანალიზი მაგათ არ მინახავს არსად. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზი არის ჩემი ინტერესის სფერო, ძალიან ცუდად ვიცი, მაგრამ ინტერესის სფერო, ძალიან საინტერესო რაღაცა, მაგრამ თერაპიული ღირებულება, ეხლა აი მე არ შემხვედრია რა, გაიდლაინში ესე არ შემხვედრია, სამედიცინო გაიდლაინში არ შემხვედრია. თუმცა თანამშრომლობ ფსიქოანალიტიკოსებთან, ყავს საერთო პაციენტი. სხვათა შორის, ანუ მახსოვს, მე სანამ დამოუკიდებელ პრაქტიკას დავიწყებდი,
იქამდე ვინ იყო პირველი პაციენტი, ვისთანაც აი რაღაცა გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მივიღე, არ მახსოვს. იმიტომ რომ ადრე იყო საკმაოდ და აი პირველი პაციენტი პირველ დღეს ვინც მივიღე მახსოვს. და იყო უცხოელი და იყო უცხოელი, რაც და ბარიერს ქმნიდა, იმიტომ რომ ნუ ვიცი ინგლისური, მაგრამ ერიდებოდა და ხო, ფსიქოზი იყო. ეხა ხო 33-ის, მე ვიყავი 28-ის. ასე დამოუკიდებელ პრაქტიკა დავიწყე. რატო ფსიქიატრია და რატო არა ფსიქოლოგია? რა მედიცინა მაინტერესებდა, ხო? მედიცინა მაინტერესებდა. რეალურად ანუ კი, ძალიან გავს რა ერთმანეთს რაღაცებს, მაგრამ სხვადასხვა ფსიქოლოგია არის მეცნიერება. და ფსიქოლოგი სხვადასხვა რაღაც აკეთებს რა, ანუ ფსიქოთერაპია მე ძალიან პატივს ვცემ ფსიქოთერაპიას უბრალოდ, მაგრამ ხო, ალბათ ვერ, ანუ არ ჩემი ინტერესი არ წარმოადგენს. სხვა პროფესია სამედიცინო ჩავაბარე, ექიმი ვარ და მე გადავწყვიტე ფსიქიატრია. კითხვები არ არის? რაღაც მაინტერესებს. ამ პაციენტზე თქვით რა არის სრულად განკურნებული და სრულად განკურნებული ესე არ მithქვამს. რეალურად ეხლა ის უკვე დიაგნოზის კრიტერიუმებს აღარ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ჯანმრთელი. მაგრამ უბრალოდ ის არ არის ეხლა სრულად ესეთი აი კარგად თავს არ გრძნობს ესე რა, რო გითხრათ, მას აქვს კიდევ პრობლემები. უბრალოდ ის პრობლემები ახლა ამ ეტაპზე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს იმისთვის, რომ მას დაუსვათ რაიმე დიაგნოზი. ან გუნებაგანწყობის, ან შფოთვის, ან იმის ადაპტაციის დარღვევის უკვე ვეღარ დაუსვათ. დრო ვადები ეგასო, მაგრამ ესე არ ჩათვალოთ თქო, მაგიტომ თქვი, არ ჩათვალოთ, რომ ეს პაციენტი ხა არის happy go lucky, რომ ვაფშე არაფერი აღარ აწუხებს და ესე არ არის, აწუხებს რაღაცეები. და გადის ფსიქოთერაპიას. რა თქმა უნდა. ალბათ მაგის შედეგიც იყო, რომ შეიტანა ვაკანსია. დიდი ალბათობით, დიახ, ფსიქოთერაპევტმა თავის გააკეთა იმ მუშაობა. მაგრამ უბრალოდ ეს ვაკანსიაზე რო გითხარით, ეს რაღაც ისე მოხდა რა, ცოტათი. დიახ. ხო, აი ეგ ეს კიდევ ერთხელ ბოდიში არ ეგ წამალი მისი არ იყო რეალურად, ანუ ეგ ეგრე არ გაიგოთ რომ ანუ ეს პაციენტი რომ მოსულიყო. იმდენი დაღო ახლა მიკითხა მიჩნევა პაციენტთა კავშირით ძალიან ბევრი. ნუ ეს ფერი ბუკეტი ქონდა ფსიქოლოგი ბავშვობიდან დაწყებული მისი ფსიქოლოგის კომენტ თქვით რომ დაღობა ხონდა. ხო. ციკლის და კი, ნუ ამენორე მერე დაიწყო, ხო? ხო, ეს ხო ბავშვობის ტრავმიდან დაწყებული. ხო. გორინჩობია საერთოდ როგორ გააჩინა შვილი და შენ როგორ იქნებოდით მაგის საკითხთან ასე შემდეგ. არა, მე PCOS-ი ქონდა და რეალური რაც არის ამ პაციენტთან, როდესაც არ აქვს იქ სხვა ფაქტორები აქვს ფსიქოლოგიის და ჰიპერპოლაქტინემია ქონდა. თქვენ ხო ექიმი ხართ? არა, მაგრამ თქვენ ხართ. მივხვდი, აი ექიმის ენერგია მოდიოდა აქ. რომ ამის შემდეგაც შენ შვილს და კიდე გააქვს. მე არ ვარ დარწმუნებული, რამენორე მანამდე იყო, იმიტომ რომ მაგ პროლაქტენი ქონდა მომატებული ძალიან ანტიფსიქოზურების და იმისა და რამენორე დაიწყო. პროლაქტენი იმის შფოთვის დროსაც იმატებს. ამაზე კიდე ანტიფსიქოზურს რო დაამატებ, მე კაცი უფრო ბევრი ხო? არ თანაბრად ანუ მართლა არ მაქვს ეგის. ანუ ძირითადად ასაკი არის შუახნის ასაკით მოდიან ხოლმე და ხო აი დაახლოებით ეგრე, დიახ. მაგრამ აი არ ვიცი, იმართლა ვიტყვით, აი ეს სტატისტიკას ვერ გეტყვით რა, არ ვიცი. არ მახსენდება, რომ ეს ყოველ შემთხვევაში გამოკვეთილი ისეთი რომ აი ხა გიპასუხოთ მაგაზე, ეგრე არ არის. გამოკვეთილად ესე ვერ გეტყვით, ვერც ქალზე, ვერც კაცზე, ვერც სქესზე და ვერც ასაკზე რა. ბატონო, ერთი კითხვა მაქეთე რა. იცით რა მაინტერესებს, თუ იცით ფსიქოთერაპევტის დასკვნა, ანუ ეს ტრავმა მგობომ რაც მიიღო, თქვათ, ხო? თქვათ, მამაკაცი რო წავიდა, თუ დააკავშირა იმ ბავშვურ ტრავმას, როდესაც გაიზარდა მამა რო წავიდა,
გაიზარდა მარტო დედასთან და უბრალოდ იგივე სიტუაცია რომ გაუმეორდა ცხოვრებაში. ამან უფრო გაურთულა. თორე ხო შეიძლება ლოგიკურს ამბობთ. ბავშვობაში. მარტივად გადაეტანა იმის წასვლა. ძალიან ლოგიკურ რაღაცას ამბობთ და ანუ ეგ მე მაგდონეზე ფსიქოთერაპევტთან არ ჩავდივარ, იმიტომ რომ კომპეტენციების ის არის რა, ეხლა შემიძლია რომ კითხო მიპასუხებს, რა თქმა უნდა პაციენტის ნების დართვით მან იცის რომ ჩვენ გვაქვს მაგრამ არც შევდივარ მაგ ჩემ კომპეტენციას არ გადავდივარ რომ მაგაზე შევიდე, რასაც თქვენ ამბობთ ძალიან ლოგიკურია. უბრალოდ თქვენი კითხვა ხა ძალიან კარგი, იმიტომ არის რომ აი ეგ ხალხს უსვავს იმას აი ბიოფსიქო ასპექტს, ფსიქოლოგიურ ასპექტს იმას შევ, იმიტომ რომ ის არ არის საკმაოდ ბიოლოგიურად რაღაც კონსტიტუცია ორგანიზმის კონსტიტუციაში არის პრობლემა და მაგიტო იყო მოწყვლადი ამ სტრესის მხრივ კი არა, ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე იყო მოწყვლადი ამის. მე უბრალოდ ბიოლოგიურზე გადავიდა ის გაუწევს. კიდევ როდის ჩაატარეთ ჩახვედრას? რავი, როდის დამიძახებენ ჩავატარ. მადლობა.